ლავრენტი ბერია იჯდა ჩვენ ზემოთ ერთი სართულით. ინგოროყვას 22 ნომერში, რომელიც იყო ყოფილი ჩეკას სახლი, ესე რომ ვთქვა, ჩეკას შენობა. დღეს ნაკლებად საშიშად გამოიყურება აქაურობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ დროს რომ ამ შენობაში ვინმე დაებარებინა. სანამ აქ მოვიდოდა, მანამდე ერთ ციკლს გაათავებდა, ესე რომ ვთქვა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი რეპრესიები მიმდინარეობს საქართველოში, რომელშიც ფეხბურთელებიც არიან გარეული. როგორ იწყება დინამოს ისტორია და რა კავშირი აქვს მის ფესვებში საბჭოთა ჩეკას და ლავრენტი ბერიას. ჩეკისტების გასაკაშებლად იქნება ესეთი სპორტ საზოგადოება დინამო. 25 წელს დინამო არ არის ძლიერი გუნდი, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს ახდენს ლავრენტი ბერია. ორივე თბილისის დინამოში აქვთ ნათამაშები. ესენი ითვლებიან ყველაზე ესეთ საშინელ ჯალათებად, ჯალათთა შორის ჯალათებად. ხელფასები თბილისის დინამოს ფეხბურთელების აღემატება ჩვეულებრივი ჩეკისტების ხელფასებს. თბილისის დინამოს ზურგი აქვს არამარტო ჩეკისტებისგან, არამედ პარტიული ფუნქციონერებისგან. რეალობა ის არის, რომ ცემაში ყავთ მოკლული. 37 წელს მოქმედი ფეხბურთელია ეს? მოქმედი ფეხბურთელია, კი. რას სულის ბერიას გარდაცვალება? მათ ეკარგებათ მთავარი ზურგი, ბერია მთავარი რა. ბერიას პირმშოა თბილისის დინამო. მოგესალმებით ხალხო, დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. ჩემთვის საინტერესო ორ ძალიან საინტერესო თემაზე. პირველი არის ფეხბურთი და მეორე არის საბჭოთა რეპრესიები. შეიძლება მაყურებლისთვის ცოტა უცნაური იყოს რა კავშირია ფეხბურთსა და რეპრესიებს შორის, მაგრამ ჩვენი სტუმარი ბატონი დავით ჭიშკარიანი, ისტორიკოსი, დღეს ჩვენ გველაპარაკება დინამოს საწყისებზე, ესე რომ ვთქვათ. ფაქტობრივად 1950-1955 წლის თბილისის დინამოზე დაახლოებით სტალინის და ბერიას პერიოდია. ამ პერიოდში იცით რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი რეპრესიები მიმდინარეობს საქართველოში, რომელშიც ფეხბურთელებიც არიან გარეული. როგორც მოგვითხრობს ბატონი დავითის წიგნი. ჩვენ გვინდა ამ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ ძალიან საინტერესო ადგილას, ინგოროყვას 22 ნომერში, რომელიც იყო ყოფილი ჩეკას სახლი, ესე რომ ვთქვათ, ჩეკას შენობა, სადაც ლავრენტი ბერია იჯდა ჩვენ ზემოთ ერთი სართულით და დღეს არის მშვენიერი ღვინის მაღაზია Wine Point-ი და დღეს ნაკლებად საშიშად გამოიყურება აქაურობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ დროს რომ ამ შენობაში ვინმე დაებარებინა. სანამ აქ მოვიდოდა, მანამდე ერთ ციკლს გაათავებდა, ესე რომ ვთქვათ. ბატონ დავით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუზე. ამ ძალიან მართლა საინტერესო და საჭიროებო თემაზე და მე შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს. როგორ იწყება დინამოს ისტორია და რა კავშირი აქვს მის ფესვებში საბჭოთა ჩეკას და ლავრენტი ბერიას? დინამოს ისტორია იწყება ისევე როგორც იწყება ყველაფრის ისტორია ამ პერიოდში, იმიტომ რომ თბილისის დინამო, რომელსაც ჩვენ ვართ შეჩეული უკვე ჩვენი თაობა რო არის უკვე სახალხო კლუბი, ესეთი კლუბი არ იყო. 1920-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაიმყარა ფესვები და უკვე კარგად ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული სახელმწიფოა, ამავე პერიოდში ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი, რომლის სახელსაც ეს ქუჩა ატარებდა დიდი ხნის განმავლობაში, თავის სისტემაში აყალიბებს სპორტულ საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩეკისტების სამსახური არ არის დიდად არ გამოირჩევა ინტელექტუალური საქმიანობით, როგორც ყოველთვის აქ ფიზიკურად ძლიერი ხალხი არის საჭირო, ამიტომ აი ამ ჩეკისტების გასაკაშებლად, ფიზიკურად გასაკაშებლად იქნება ესეთი სპორტ საზოგადოება დინამო. რაც აპრიორულად არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც წამყვანი არის ამ სფეროში ფეხბურთი. ამ სფეროში წამყვანი არის ჩეკისტებისთვის რა ისეთი საქმით დაკავება, რაც მათ საქმეში გამოადგებათ. აი ცნობილი კადრებია ყოველთვის ლავრენტი ბერია რო რევოლვერს უმიზნებს და ჩვენ გონია რომ ეს არის დახვრეტების, არა და ეს არის სასტენდო სტროლაში შეჯიბრი. იმიტომ რომ მათ უნდა ივარჯიშონ. მონაწილეობს ამ მასში?
ბერია აქტიური კაცია ხო მონაწილეობს ესეთ სროლაში ფეხბურთში და ასე შემდეგ. უყვარს სპორტი, მის მეუღლეც ჩოგბურთს თამაშობს და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს სფეროც არის ესეთი ჩეკისტები უნდა იყვნენ ფიზიკურად ყოჩაღები. მე ამას ეწევა კიდევ ფიზკულტურული მოძრაობა, რომელიც სინთეზში მოდის, ერთი აძლიერებს მეორეს, მაგრამ ეს არის შიდა უწყებრივი ასე ვთქვათ, სპორტულ გამაჯანსაღებელი მუშაობა. ეს მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ესენი ივარჯიშებდნენ და მე სახლში წავიდოდნენ. არავითარ შემთხვევაში იქ აღლუმები იმართება, იქ პარადები იმართება, ანუ მთელი ეს რიტუალები სრულდება, ჩეკისტების ცოლები ერთმანეთს იცნობენ ამ აღლუმებზე, მე საჯარო სეირნობებია, პატარა ბანკეტებია და ასე შემდეგ. ანუ დიდი მოძრაობაა ეს ფიზკულტურული დინამოს შიგნით. მე ამას ეწევა უკვე ფიზკულტურული მოძრაობაც, რომელიც ქარხნებში ავალდებულებს ხალხს, რომ ფიზიკურად ივარჯიშონ და იქ დიდი დისკუსიებია, რომ როგორ ვთხოვოთ 60 წლის მუშას, რომელიც მთელი დღე მუშაობს, ახლა კიდევ გამოვიდეს და კიდევ ივარჯიშოს და ნუ ამაზე დიდი დისკუსიებია, მაგრამ აი 25 წელს რო დინამო იქმნება, დინამო 25 წელს თბილისში პოპულარული არ არის. ჩვენ მაინც თბილისზე ვსაუბრობთ ახლა. არ არის პოპულარული, იმიტომ რომ აქ არის სხვა კლუბები უკვე, მაგალითად არის ფეხბურთი უკვე არსებობს საქართველოში. ფეხბურთი ხო, მაგაზე ვერ შეგვიძლია ცალკე გავაკეთოთ, რომ არ გამექცეს სიტყვა, მაგრამ 1925 წლისთვის თბილისში, როგორც აი ჩემს ინტერვიუებში ჩანდა, ძველ გულშემატკივრებს დინამო არ უყვართ, რატო? მილიციონერების გუნდია მათთვის. ანუ ეს აფილიაცია, რომ ეს ჩეკისტების გუნდია, მათში სიყვარულს საერთოდაც არ იწვევს. უკვე აქედან გამომდინარე, დინამო ესეთია რა, მაჩანჩალა გუნდია. თავიდან იქ დომინანტი არის მაგალითად ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო კლუბი, სადაც კარიერა დაუშვათ ბორის პაიჭაძემ და ამათმა დაიწყეს. ლოკომოტივია ძალიან ცნობილი გუნდი და სხვები არიან, ბევრი პატარ-პატარა გუნდია ამ პერიოდში. მაგრამ ესენი ერთმანეთის ჩემპიონატს ატარებენ თუ რითი ერთობიან, ანუ რა ტურნირები ჩემპიონატები არსებობს. ხო, იქ ჯერ თბილისის ჩემპიონატი არსებობდა, მერე უწყებრივი ჩემპიონატები არსებობდა, მერე არსებობდა საქართველოს ჩემპიონატი, ამიერკავკასიის ფედერაცია არსებობს ამ დროს, ამიტომ ამიერკავკასიის ფედერაციებს შორის იმართება შეჯიბრი, ამიერკავკასიის ნაკრები არსებობს საფეხბურთო, რომელიც ტურნეს მართავს სკანდინავიის ქვეყნებში და იქ მუშათა პროფკავშირულ გუნდებს ხვდება და ასე შემდეგ. ქართველები მონაწილეობენ ამ როგორ არა. ქართველები ძალიან არიან აქტიურად, ანუ ამ დროინდელ ფეხბურთელების საინტერესოა ესო დღეს ჩვენ ყველას ხედავთ და ვიზუალურად აღვიქვამთ ამ ფეხბურთელებს და ამ დროს გაზეთებში ცოტა ფოტოგრაფია მერე უფრო შემოდის, მაგრამ ნუ რო წარმოვიდგინოთ რატო ხდებიან ფეხბურთელები პოპულარულები, წარმოიდგინეთ პირველ გვერდზე არის პოლიტიკური ელიტა წარმოდგენილი და მერე მშრომელია წარმოდგენილი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ გაზეთში და ფეხბურთელების ფოტოები ჩდება, ანუ ვიზუალურადაც ხედავენ ამას და სანამ დაინახავდნენ ეს ხალხი დადის და ლეგენდები დადის, რომ ისე იმას ესეთი დარტყმა აქვს, იმას ესეთია, ის ესეთია, ანუ ეს ფეხბურთელები ესე მითი იქმნება ამ ფეხბურთელების შესახებ. ამიტომ აი ეს 25 წელს დინამო როგორც გითხარით არ არის ძლიერი გუნდი, მაგრამ აქ რადიკალურ ცვლილებებს ახდენს ლავრენტი ბერია. ლავრენტი ბერიაზე ბევრი წყარო არსებობს, ზოგი ამბობს თამაშობდა, ზოგი არ თამაშობდა, მე ახლა არ ვიცი ბერია პირადად ბურთს აგორავებდა თუ არა, თუმცა მისი შვილი ამბობს რომ ცუდად არ თამაშობდაო, მაგრამ ის რომ ფეხბურთი უყვარდა, გულშემატკივრობდა და ძალისხმევას დებდა ამ სპორტის აღორძინებაში, ეს უდავოა. აი როგორც კი 28 წელს ბერია წინაურდება აი ამ უშიშროების ორგანოებში, აი უცებ ეტყობა თბილისის დინამოს შედეგებს, იმიტომ რომ 28 წელს იმართება ესე ძალიან საინტერესო პარტიული სხდომა და ამ პარტიულ სხდომაში ერთი მხრივ ებრძვიან კონტრრევოლუციას და დანარჩენ პოლიტიკურ ბანდიტიზმს, როგორც მაშინ ეძახდნენ და ერთ-ერთი სხდომა ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფიზკულტურას და ეს ის პერიოდია, როდესაც ბერიას კრიტიკა მოსულა. არა მარტო ბერიას, ბევრის კრიტიკა ჯერ კიდევ შეიძლება საბჭოთა კავშირში და ბერიას აკრიტიკებენ, რომ ესო სპორტსო უყურებსო პროფესიული თვალსაზრისითო. ანუ ცდილობს, რომ თბილისის დინამოს აი ამ გუნდშიო მოიყვანოსო პროფესიული ფეხბურთელები. მაშინ, როდესაც ესო უნდა იყოსო იმისთვის, რომ უბრალოდ გაჯანსაღდეს ხალხს, იმიტომ რომ შეჯიბრი არის კაპიტალისტური გადმონაშთი. ამიტომ ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. ამ შემთხვევაში ბერია ესეთი თამამი ვერ არის ბოლომდე, მაგრამ მაინც თავის პოზიციებს იცავს და ნუ არგუმენტი მისი არის, რომ თუ გვინდა ჩვენ შედეგი მივახციოთ, მაშინ ამას უნდა შევხედოთ პროფესიულად, რა თქმა უნდა ფიზკულტურის და ამ პრინციპების დაცვით, მაგრამ თუ არ გვინდა, მაშინ უნდა შევეშვათ საერთოდ აი ამ იმას შეჯიბრებს და გართობას.
როგორც ჩანს ბერიას იდეა მაქვს მაინც გაიმარჯვა, იმიტომ რომ მან მეორე ამბავი ხდება საინტერესო რომ ეს უწყებებს შორის კონკურენცია როგორც ეხლა არის, ესე იყო მაშინაც, ამიტომ მაგალითად რკინიგზა, რომელიც პრაქტიკულად სახელმწიფოში იყო საბჭოთა პერიოდში, ექიშვებოდა NKVD-ს, ამიტომ თუ იქ ლოკომოტივს კარგი დაფინანსება ჰქონდა, ესენიც ცდილობდნენ რომ თავიანთი ფეხბურთელები უფრო პროფესიულები ყოფილიყვნენ, ბაზა ჰქონოდა და ასე შემდეგ. ამიტომ 28 წლიდან იწყება რეალურად ესეთი დინამოს აღმავლობა, იმიტომ რომ ბერია აკეთებს ამ დინამოს უქმნის ინფრასტრუქტურას. ეს ხო ისე არ არის მინდორზე გავაგორე ბურთი და მე ფეხბურთელი გახდა. მოედანია საჭირო, სავარჯიშო დარბაზია საჭირო, ექიმია საჭირო, კვებაა საჭირო. ამას საჭირო. ბაზა ჯერ არ ჩანს. ბაზა ჯერ არ ჩანს. ამიტომ აი ამას ყველაფერს ლავრენტი ბერია ძალიან აქტიურად ერთვება ამ საქმეში. 20-იანი წლების ბოლოს, ანუ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს აი ეს დინამო თბილისის დღევანდელი სტადიონის, რომელიც მაშინ ბერია სახელს ატარებდა, რომ ნახოთ აი ეს ანგარიშები, ბერია კაი პრარაბივით არის ამაში ჩართული, იქ მინიშნებები აქვს გაკეთებული, რომ ეს ამდენი რატოა, ის ცემენტი ასე რატოა და ასე შემდეგ, ანუ სრულად არის ჩართული, ეს არ არის მართალია არჩილ ქურდიანმა და ხრინევსკის ესკიზებით მე არჩილ ქურდიანმა აშენა ეს ყველაფერი, მაგრამ ბერია ამაში ჩართული ტიპია, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამიტომ ბერია ესეთია რა, ერთი უნდა რომ აშენდეს რაღაც და მეორეც არის უნდა რომ ეს თბილისის დინამო იყოს წარმატებული. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ესეთი დიდი ჩემპიონატები, რომლებზეც თქვენი წინა ინტერვიუები ბევრს საუბრობდნენ, ესეთი არ არის. საბჭოთა კავშირის ესეთ ჩემპიონამდე, საიდანაც რესპუბლიკებიდან ხდებიან გუნდები, ჯერ პირი არ უჩანს, ამიტომ ბერიას მოტივაციაც შესაბამისად არ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ ეს რომ საქართველოში მაგარი იყოს თბილისის დინამო, ბერიას ძალიან უნდა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ის ეძებს აი ამ ფეხბურთელებს საფეხბურთო აგენტივით და ვინც კარგად თამაშობს, ყველანაირ პირობას უქმნის გადმოიყვანონ თბილისის დინამოში. ყველანაირ პირობაში რასაკვირველია ჩვენ არ უნდა აგვერიოს დღევანდელი მასშტაბები ფეხბურთელების ან 90-იანი წლების მარადონას ფუფუნების ცხოვრება. არა, აქ იგულისხმება რა ფეხბურთელი თამაშობს ფეხბურთს, აქვს ხელფასი, თბილისში მარტივად იღებს ჩაწერას, რაც კატასტროფულად რთულია საბჭოთა რეალობაში და აგრეთვე აქვს საცხოვრებელი ოთახი გამოყოფილი საერთო საცხოვრებელში. ეს დიდი ფუფუნებაა იმდროინდელი რეალობისთვის და მათი ხელფასები თბილისის დინამოს ფეხბურთელების აღემატება ჩვეულებრივი ჩეკისტების ხელფასებს. ანუ აქ რო გავსახ ერთხელ და სამუდამოდ ამას პასუხი გავცეთ, თბილისის დინამოს ფეხბურთელები, რადგან უწყებრივ გუნდში იყვნენ, მათ ყოველთვის ჰქონდათ შესაბამისი წოდება. ძირითადად ავტომატურად არიან თანამშრომლები. ავტომატურად არიან თანამშრომლები, ავტომატურად იღებენ ხელფასებს, მაგრამ თბილისი და კიდევ ერთი პრივილეგია რაც იყო თბილისის დინამოს, ლავრენტი ბერია ხშირ შემთხვევაში ამ ფეხბურთელებს არ აიძულებდა, ან ფეხბურთს სანამ თამაშობდა, ის ფეხბურთს თამაშობდა. მერე იწყება მათი კარიერა უკვე შინსახკომში. უბრალოდ მაშინ 29-30 წლის ფეხბურთელი ითვლებოდა უკვე ძალიან ასაკიანად, რომ ეს როგორ უნდა ირბინოს ამან, ან როგორ უნდა იაროს საერთოდ, ამიტომ აი ამ გასაგში ერთი 2 წლით ადრე უმზადებდნენ უკვე შემზადება ხდებოდა მათი ტრანსფერისთვის, ესეთ ან თუ უნარიანი იყო კარგ თანამდებობაზე, ან ფულის საშოვნელ თანამდებობაზე და ასე შემდეგ. მაშინაც არის ფულის საშოვნელი თანამდებობები? მაშინ რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ფულის საშოვნელი თანამდებობა, ყოველთვის არის სადაც და დინამოს ფეხბურთელები ზედმეტ ფულს იღებდნენ რათი მივლინებებით. მივლინებებში მათ აძლევდნენ ფულს და თუ გაიმარჯვებდნენ, აძლევდნენ პრემიას, ამიტომ მათი შემოსავალი სოლიდური იყო სხვებთან მიმართებაში, სხვებთან შედარებით. ამიტომ აი ესეთი სტრუქტურა არსებობს. მაგრამ ბერიასთან ერთად ამ სისტემაში არის ჩართული მთელი შინსახკომი, იმიტომ რომ ჩეკისტები ამ ფეხბურთზე სრულიად შეშლილები არიან. ერთ-ერთი კაცი იყო ესეთი სოლომონ მილშტეინი, რომელსაც ბერიას მოადგილე იყო თვალწდები? სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ეხლა ბერია ბევრ მოადგილეს იცვლიდა ყოველ წუთას, მაგრამ თავისი სფერო ქონდა ყველას მიჩენილი. მილშტეინი ყავდა ყოველთვის ესეთი ადმინისტრაციული და მსგავსი საქმეებისთვის და მილშტეინს ებარა თბილისის დინამო, ის იყო ამის თავმჯდომარე.
რა თქმა უნდა, იყო თავმჯდომარე აგრეთვე აქვსენტი რაფავა, სადაც მე პირველად ვნახე, დავამტკიც, ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ ესე იყო, მაგრამ მის ბლანკზე, როგორც დინამოს თავმჯდომარის ბლანკზე ეწერა ეს ჯერჟინსკის 22 ნომერი და აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამოდ კარგა ხანი აი ამ შენობიდან იმართებოდა, რომელი ოთახიდან ვერ გეტყვით, მაგრამ აქედან იმართებოდა ეს საზოგადოება. ამიტომ ეს ესეთია და ბერია ძალიან აქტიურად არის ამაში ჩართული. ხა ერთია ბერიას ანალიზი როგორც ადამიანის, რომელიც რეპრესიებს აწყობდა და ასე შემდგომ, მაგრამ დინამოსთვის ბერიას დიდი აქვს, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. აი 30-იან წლების დასაწყისამდე თქვათ, რა ვიცი დინამოს წარმატების შესახებ, ანუ ვინ არიან მათი მთავარი კონკურენტები? ეს მარტო ქვეყნის საქართველოს შიგნით თამაშობენ თუ თქვათ იგივე ამიერკავკასიის ფარგლებშიც ან სხვა საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც დადიან. ძირითადი ესეთი საორიენტაციო სივრცე არის საქართველო. აქ იმართება ჯერ ქალაქის პირველობა, მერე რესპუბლიკის პირველობა, იქაც სხვადასხვანაირად იცვლება ეს ტურნირების სისტემა. ამიერკავკასიაში ბაქოს ეთამაშებიან, შეიძლება ბაქოში ჩადიან ან ბაქოელები ჩამოდიან აქეთ. სომხური ფეხბურთი აქ ჯერჯერობით ესე კარგად არ ჩანს, უფრო 20-იან წლებში ეს საქართველოს და აზერბაიჯანის, ანუ ბაქო და თბილისი, საიდანაც აქ ფეხბურთი გასაგებია იმპერიული ინდუსტრიული განვითარების გამო აქ გამოჩნდა, ამიტომ აქ ესეთი მდგომარეობა. დიდი შედეგები არ ქონია დინამოს. დინამოს 36 წლამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი არანაირი დიდი შედეგი ესეთი, რომ აი გადაირიოს ხალხი არ ქონია. უბრალოდ 36 წლიდან უკვე ეს სხვა დინამოა და სხვა რეალობა. გარდა ამისა, როდესაც ბერიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ბერია ყოველთვის აღვიდგება, როგორც ჩეკისტია ეს კაცი, ხო? და გვავიწყდება, რომ მართალია ბერია მერე 31 წელს აღარ არის ჩეკისტი და გადადის პარტიულ საქმეში და ხდება საქართველოს კომპარტიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ამავდროულად ის მალევე ხდება ამიერკავკასიის ფედერაციის პარტიის პირველი მდივანი. ამიტომ თბილისის დინამოს ზურგი აქვს არა მარტო ჩეკისტებისგან, არამედ პარტიული ფუნქციონერებისგან. ეს არ არის მარტივი ამბავი, ანუ NKVD-ს უფროსი ბერია ვერ აუშენებდა თბილისის დინამოს იმ სტადიონს, რომელიც აუშენეს. ამას მხოლოდ შეძლებდა პარტიული ტიპი, რომელიც მაგალითად ამ თბილისის დინამოს დღევანდელი სტადიონი, ყოფილი სტადიონის ეხლა ხო აღარ არის ეს სტადიონი, ამის ასაშენებლად იქ შრომაგასწორებითი კოლონია გააკეთა. და პატიმრები მუშაობდნენ ამ ხელა შენობის აშენებაზე, როგორც ყველაფერზე, ამ დიდ ინდუსტრიაზე. რო არა ბერიას ეს თანამდებობა, ის იმასაც ვერ მოახერხებდა, მაგალითად, რომ მტკვრის ორი სანაპირო ხიდით დაკავშირებოდა ერთმანეთს და ეს ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები გაეკეთებინა, იმიტომ რომ ამ სტადიონის აშენებას ყავდა მოწინააღმდეგეები და ამბობდნენ, რომ ქალაქის ერთი მხარე ვერ შეძლებს მეორესთან მისვლას აი ამ ბორნით და იმ ხიდით, რომელიც საკმაოდ შორს იყო, ხო, მაშინდელი დღევანდელი წერეთლის გამზირისგან და ამიტომ ეს ყველაფერი ბერიამ ძალიან იაქტიურ, ანუ ქალაქის განვითარებაში ჩასვა ამ ფეხბურთის განვითარებას. რა ტიპის პროპაგანდისტული საშუალებაა მისთვის დინამო, იმიტომ რომ თუ ის როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ანუ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიული იერარქიით უყურებს ამას, საკვირველია ჩააქსოვს მათ შორის ხალხის გულის მოგების შესაძლებლობასაც, იმიტომ რომ ფეხბურთია გართობა არის და ხა ბერიასგან გასართობ საშუალებას ხალხი ნაკლებად ელოდება, მაგრამ შეუძლებელი მგონია ამ ხელა სტადიონი ააშენო, ამაში თუ პოლიტიკური მიზნები, პროპაგანდისტული მიზნები არ გაქვს. ჯერ ბერიასგან რო დავიწყოთ თავიდან, ბერია ძალიან ართობდა ხალხს, იმიტომ რომ პური და სანახაობა მაშინაც თემა იყო. არ არის ეს უკვდავი კონცეფცია. ბერია ართობდა ეს დემონსტრაციები, აღლუმები ყოველთვის იყო ქართული კულტურის დეკადები, ამიერკავკასიის კულტურის დეკადა, ესეთი მსგავსი რაღაცები აქვს. ამას ბერია აკეთებს როგორც წესი. ბერია აკეთებს ამას, აი ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, კონცერტები, თეატრები, ყველა რაიონში თეატრი იხსნება და აქ სპექტაკლები მიდის აშშ. ანუ ამაში ჩართულია თვითონ ბერიას, ხვდება ეს ამის მნიშვნელობას. თავიდან თუ ბერიასთვის ეს არის როგორც ჩეკისტვისთვის ჩვენი ჩეკისტების კლუბი იყოს კარგი, უკვე რესპუბლიკის ხელმძღვანელი რო ხდება და ამ ინფრასტრუქტურას აგვარებს, უკვე იწყება ესე იგი იგრძნობა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს და აი თბილისის დინამო, როდესაც იწყებს საბჭოთა კავშირის თამაშს, სადაც მას არ ეკუთვნოდა ადგილი და რეალურად გორი გუნდი ჩახსდეს, რომ თბილისის დინამო მომხდარა. გორი ქართული გუნდი ჩახსდა? დასაკვირველია, ეს არაერთხელ მომხდარა, ამაზე გარაჩეულებრივი მკვლევარია ფეხბურთის ალეკო ქურდობაძე, რომელიც წერს ამაზე და სწორიც არის, რომ
იქ ხან ლოკომოტივს ჩახსნიან, ხან ზის ჩახსნიან, რომ თბილისის დინამო წავიდეს წინ და ითამაშოს. ეს რომელ წლებში? 36-ში პირველ საბჭოთა კავშირის აი ამ ისინი უკეთესი გუნდები არიან? ანუ რატო? ყოველ შემთხვევაში ჯობდიან თბილისის დინამოს ბევრ რამეში და აი თბილისის დინამო როგორც კი იწყებს საბჭოთა კავშირში ჩემპიონატში თამაშს, იმ წელსვე გადადიან თბილისის დინამოში აი როგორი ფეხბურთელები, როგორც არის ბორის პაიჭაძე და გაიოს ჯეჯელავა. პაიჭაძე ფოთიდან გადმოდის თუ თბილისშია უკვე? არა, პაიჭაძე ამ დროს უკვე ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტში თამაშობს ფეხბურთს. ანუ ფოთიდან უკვე წამოსულია აქით, გაიოს ჯეჯელავა ლოკომოტივში თამაშობს და ამ დროს ეს ფეხბურთელები ხვდებიან თბილისის დინამოში, მაგრამ არა მარტო ეს ორი. ესენი ახალგაზრდებიც არიან. ბერია დადის და აი ესე ანუ ფაქტობრივად მას შემდეგ რაც ესე თუ შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ რომ მას შემდეგ რაც ბერია ხდება პარტიული ფუნქციონერი საქართველოს და ამიერკავკასიის პირველი კაცი მისი ამოცანა იცვლება ის უკვე აყალიბებს არაპირობითად ერთ-ერთ გუნდს შინსახკომის იქნება ეს თუ ვის იქნება არამედ აყალიბებს საქართველოს საუკეთესო გუნდს საბჭოთა კავშირის პირველობაში წარსადგენად. ნუ კი შეგვიძლია ესე ვთქვათ. და მას უნდა რომ იყოს ეს გუნდი იყოს მისი ანუ მოდიოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ორგანოებიდან და არა ვთქვათ რკინიგზიდან ან რომელიმე ინსტიტუტიდან. ეს ბერია არსით ჩეკისტია, ამიტომ მისთვის ეს ჩეკისტები ყველაზე კაი ხალხი არიან. ის ყოველთვის მარტივად პოულობს ენას ამ ხალხთან, ამიტომ არ ვიცი ახლა ესე იფიქრა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხდება კარგად რომ ფეხბურთით და ფეხბურთი არის კიდევ მეორე რამ. საკუთარი რესპუბლიკის რეპრეზენტაცია დიდ საბჭოთა კავშირში. ეს ხო ისევ და ისევ მედიის საშუალება მაშინ არ არის ასე გადმოცემით იციან ვინ არის წერა-კითხვა ლამის მაშინ ისწავლა მთელმა საბჭოთა კავშირმა ხო მანამდე წერა-კითხვის დონე ძალიან დაბალია და ჯერ კიდევ არსებობს ეს წერკუმ კითხვები, როდესაც წერა-კითხვის უცოდინართა კურსები არსებობს იქ სოფლებში მიდიოდნენ და ასაკოვან გლეხებს ასწავლიდნენ კოლმეურნეობებში ამ წერა-კითხვას. ამიტომ ბერია კარგად ხვდება, რომ ამით მას შეუძლია, რომ ამ საბჭოთა კავშირში საკუთარი რესპუბლიკა კარგად წარმოაჩინოს. გარდა ამისა, მე ქართველებს ამბიცია უჩნდებათ ბერია, რომ გადადის მოსკოვში, ეს თბილისის დინამო მარტივი ამბავი კი არ არის, იქ გენერალური მდივანი ქართველი, NKVD-ს უფროსი ქართველი და რატომაც არა ფეხბურთში, რატო არ უნდა ვიყო ჩვენ პირველები, ანუ ეს мотиваცია ქართველების მაგ დროს არის ძალიან ცალსახა. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფერში პირველები საბჭოთა კავშირში. ამიტომ აი მაგალითად 91 წელი ჩვენთვის რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის დინამო არა მარტო გავიდა, არამედ საერთაშორისო მასშტაბზე გაიმარჯვა ესეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, იმიტომ რომ მანამდე თბილისის დინამოს ფუნქცია მაინც არის დიდ საინტერესო შეგვიძლია ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირში თამაში ეს არის საზღვარგარეთ თამაში. საზღვარგარეთ თამაში რომელი წელია 36 წელს ურუგვაელებს რო თამაშობდნენ? არა, 36 აქ ჩამოდიან ბასკების ნაკრები. 37-ში ჩამოდიან. და მაგრამ ესეც ბასკების ნაკრებია, ამაზეც რო ვთქვათ, ნუ ეს არის ბერიას იდეა, რომ აი ესე წარმოაჩინოს ფეხბურთის საშუალება და გარდა ამისა აქ პერსონალური мотиваცია, ამ კაცს უყვარს ეს ფეხბურთი რა. ესე არ არის. ზოგადად ფეხბურთი უყვართ არა მარტო ბერიას, არამედ მის მოადგილეებსაც. მე მქონდა ბედნიერება ჩამეწერა ყოფილი ექიმი, რომლის მამაც იყო ექიმი და როდესაც მამამისმა განკურნა ბავშვი, ბერიას ერთ-ერთი მოადგილეს შვილი, ჯილდოდ აჩუქა ამ პედიატრს ერთწლიანი აბონემენტი თბილისის დინამოს სტადიონის ლოჟაში. და მე ეს ბატონი გურამი მეყვებოდა როგორ ამაყად მიდიოდა ამ იმით დოკუმენტით და აჩვენებდა ყველას, რომ აი ნახე მე მაქვს და შემდეგ ხალხი ხოცავდა ერთმანეთს ბილეთების გამო და მას შეეძლო პატარა ბავშვს წასულიყო და ლოჟიდან ეყურებინა. სანამ დინამოს მოედანი აშენდება, მანამდე სად თამაშობენ ესენი? აქ არის ორი სტადიონი, როგორც წესი თბილისში არის ორი სტადიონი და არის ორივე მტკვრის მარცხენა სანაპიროს. ერთი არის დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირზე. აი დიდი სტალინური სახლი დგას ყოფილი სამხედრო სკოლის წინ, ეს არის დღეს აი ფარმაკოლოგიური კომპანიები არის მათ წინ. აი იქ იყო დიდი სტადიონი და მეორე იყო კონსტიტუციის ქუჩაზე, რომელშიც ეხლა რაღაც პლეხანოვი ყველაზე ტრადიციულად ყველაზე საფეხბურთო ადგილია საქართველოში. ნუ ტყვის მარცხენა სანაპიროა და გარდა ამისა ეს ფეხბურთი არ არის ელიტური ხალხისთვის სპორტი, ეს მასობრივი სპორტია, ამიტომ ამაზე სწორედ მითხრა ოთარ ჯაფარიძემ არქეოლოგმა, რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობდა მაგ წლებში, 20-იან წლებში, პატარა ბავშვი იყო და
ფეხბურთს მარტივად თამაშობდით, იმიტომ რომ ტანვარჯიში იყო, მაშინ თბილისში მოდაში, მაგრამ ტანვარჯიში ეს ორძელი გჭირდება, ის გჭირდება ხო ეს შესაბამისი ატრიბუცია და ეს რა იყო ნაჭრებისგან შევკრავდით რაღაც ბრგვალსო, ორ ქვას დავდებდით და მაშინ ბინდურები ბევრი იყო თბილისში და თამაშობდით. ანუ ფეხბურთი არ არის ის სპორტი, რომელსაც ესე სათამაშო დიდი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ოღონდ იმ დროს თორე დღეს სჭირდება ინფრასტრუქტურა. არა, რასაკვირველია, მე ხო ვლაპარაკობ აი ბავშვების დროს. ეგ 90-იან წლებში ჩვენ რო თამაშობდით, ის ინფრასტრუქტურა არ არის დღევანდელი ხო მისაღები, მაგრამ ნუ თუ გინდა თამაში, თამაშებდა. ეხლა ტანვარჯიში უფრო რთულია რაღაც გჭირდება. მოსაწყენიც. ნუ არ ვისთვის როგორ. ისთვის როგორ. ამიტომ ეს ხდება ეს ამბები აქ და საინტერესოა ამიტომ სტადიონიც ხო აი სტადიონიც რო ეს ორი სტადიონი რო იყო იმ ერთ-ერთ სტადიონზე მთელი ისტორიები არის რომ მაშინ ხო ინფორმაცია როგორ ვრცელდება მეორე დღეს დაიწერება გაზეთში რადიო არ გადმოსცემდა მაშინ საფეხბურთო რეპორტაჟებს ამიტომ მაგალითად ერთ-ერთ მემუარებში მიხეილ საბაშვილი წერს რომ მემტრედე ბიჭები დადიოდნენ სტადიონზე და შესაბამისი მტრედებს ააფრენდნენ და ეს ნიშნავდა რომ ჩვენებმა გოლი გაიტანეს მეორე ფერის ტრედი ნიშნავდა რომ იმათმა გაიტანეს გოლი. გარდა ამისა ეს სტადიონი პატარა იყო და რო დაარტყამდნენ ბურთს ხშირად გადმოვარდებოდა ამ პლეხანოვზე აქ ტრამვაი დადიოდა მაშინ და იყო ერთი გამიშვი გამატარე, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტა. თან მოთხოვნა ფეხბურთზე იყო ძალიან დიდი. ფეხბურთი ფულის შემომტანი სპორტი იყო. ბილეთებზე რომ გაგეყიდა 5 წლით ადრე გაიყიდებოდა ბილეთები. ამიტომ იყო ხშირად სკანდალები, რომ იყო შემთხვევები, რომ თბილისში და მერე სოხუმშიც მოხდა ეგე. მაშინ ხო იყვნენ ეს ცნობილი მხატვრები, რომლებიც ბილეთებს აყალბებდნენ და იყო შემთხვევა, რომ თბილისში ლამის ნახევარზე მეტი გაყალბებული ბილეთები გაყიდეს და გადაირია მილიცია, მოაწყდა ეს ხალხი, ყველა ყვირის რო ბილეთი აქვს, მილიცია ვერ უშვებს ადგილზე და სავარაუდოდ ვიღაცა ამ თაღლითობის მსხვერპლი გახდა, ეს თაღლითები ვერ დაიჭირეს და მეორე პატიოსანი ხალხი გარეთ ან პირიქით, ანუ იყო დიდი ამბავი. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მაშინ ბილეთებზე. როგორ ემზადება თბილისის დინამო და ბერია საბჭოთა კავშირის პირველი ჩვენ მეგონი პირველად მეორე ჩემპიონატში ღებულობს მონაწილეობას თუ სწორად მახსოვს საბჭოთა კავშირის. მაგრამ პირველად როცა დინამო ღებულობს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობას 36 წელს. 36 წელს. პირველ რიგში ემზადება იმით, რომ ფეხბურთელებიდან ავსებს. ვინც კაი ფეხბურთელია, ყველა მოყავთ თბილისის დინამოში და რამაც ჩვენ მოგცა ესეთი შედეგი არის თბილისის დინამო და სხვა დანარჩენი. მაშინ როდესაც შეიძლება იყოფილიყო კონკურენცია ცოტა ნაკლებად კარგი თბილისის დინამო და სხვა დანარჩენი კლუბები არანაკლებ კარგი, რომლებიც რაღაცას გააკეთებდნენ, მაგრამ არა ჩვენთვის იყო, რომ ერთი და საუკეთესო ეს მიდგომა იყო. ამით ემზადებიან და ნუ მედიაში დიდი მოლოდინია. განსაკუთრებით ეს მაშინდელი ახალგაზრდა კომუნისტი ძალიან ელოდება. ჩვენი ფეხბურთელები დაიძნენ თბილისის ვაგზლიდან, ჩვენი ფეხბურთელები ჩავიდნენ მოსკოვში, იმიტომ რომ მაშინ ხო რკინიგზით მიდიოდნენ და რამდენიმე დღე სჭირდებოდა მგზავრობას. ისადილეს აკადო ძალიან დიდი აი ეს აქვს დაფარვა და ყოველდღე გამოდიოდა ეს გაზეთი რაღაც ხონდით უნდა შეგევსო. ამიტომ ეს მოლოდინია და ის რომ ჩვენ ბეჯგუფში კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ანუ თბილისის დინამომ აჩვენა კარგი შედეგი, ეს წარმოუდგენლად დიდი მიღწევა იყო და მე ესეთი განცდა მრჩება, რომ ამ ჩეკისტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ 37 წელს ჩემპიონები უნდა გამختارიყავით. იქ რეალურად ცოტა დააკლდა თბილისის დინამოს ჩემპიონობისთვის, მაგრამ ნუ ამის გამო პარტიული სხდომა მოიწვიეს და მწვრთნელებს და პოლიტხემძღვანელი, ვინც იყო გუნდის იმას ტყავი გააძვრეს, რომ რატო ვერ გავხდით ჩემპიონები. ესეთი ამბავი იყო 27 წელსაც, 38 წელსაც და 39 წელსაც. რომ აი რატო რა დაგვაკლდა? რა გვაკლდებოდა შენი აზრით? ვერ გეტყვი ხა მაშინდელი თამაშები ნანახი არ მაქვს და რამდენიმე ეს ფეხბურთის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თბილისის დინამო რადგან მოშორებული იყო აი ამ საფეხბურთო ცენტრებიდან საბჭოთა კავშირში და ძალიან დიდი ხანი უწევდათ მგზავრობა. და მაშინდელი მგზავრობა არ იყო ესეთი კომფორტული, ამიტომ ისინი გადაქანცულები მიდიოდნენ ხშირად თამაშზე. ანუ შესაბამისად აღარ იყო მე ეს აღდგენის და ამის საშუალება, ამიტომ ერთ-ერთ მიზეზად ამას ამბობს. ზოგიერთი ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ ძლებდნენ ბოლომდე, იმიტომ რომ მაშინდელი ფეხბურთელები ეწეოდნენ მაგალითად, ანუ ესე არ იყო, რომ დღევანდელი გაგებით სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამიტომ ვერ ვიტყვი რა იყო, მაგრამ თბილისის დინამო არა მარტო ფეხბურთელებზე, არამედ მწვრთნელებზეც ჩალიჩობდა, რომ საბჭოთა კავშირში საუკეთესო მწვრთნელები ყოლოდა თბილისის დინამოს და ამ იმაში საქმეების გაჩარხვაში ცეკას პირველი მდივნები იყვნენ ჩართული. ბოლომდე
ეს ცეკას პირველი მდივანი ყოველთვის ცდილობდა, რომ რაც შეიძლება კარგი, კვალიფიციური მწვრთნელი ყოლოდა საქართველოში აი განსაკუთრებით თბილისში. და ვის ნიშნავენ, ანუ მწვრთნელს როგორ პოულობენ იმ პერიოდში? ქართველია ყოველთვის მწვრთნელი თუ სხვა ბერიას? ბეკია და არა. არადერი თბილისის დინამოში ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ეთნიკურ კომპოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. ან ბერიას საერთოდ არ აინტერესებს თბილისის დინამოში ბევრი ქართველი იყოს და ცოტა რუსი იყოს, ან ბევრი რუსი იყოს და ცოტა სომეხი იყოს, ან მეტი აზერბაიჯანი, სულ არ აინტერესებს ამ ბერძნები, რომლებიც ბევრნი იყვნენ მაშინ ეგუჩა. მისთვის თავარია ვინ როგორ თამაშობს ფეხბურთს. მათ შორის მწვრთნელზეც, იმიტომ რომ მწვრთნელიც უნდა იყოს კარგი მწვრთნელი, ალბათ რაღაც ინფორმაციას ცვლიდნენ შედეგების მიხედვით და ეს მწვრთნელი მერე მოდის სათამაშოდ აქ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ რომელ პერიოდზე, როდესაც არის ოფიციალური პრესა და ოფიციალური პრესის გარდა არის ოფიციალური დოკუმენტები და თუ ვინმე დაწერა ან მემუარი ან რაღაცა იქიდან გაიგებ ამ ადამიანურ განზომილებას. ეხლა რასაც მე ვყვები აქ ალბათ რაღაც შეხვედრები იყო, ლაპარაკი იყო, დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვიხმარე, ნეტვორკინგიც იყო და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ ამის ცოდნა ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რადგან ესენი მოდიან, ეს სისტემა მუშაობდა და არსებობდა, მაგრამ აი ვინ ეხმარებოდა, როგორ ეხმარებოდა და ასე შემდეგ არ ვიცით ზუსტად. მაგალითად ხელფას ფულს მარტო იმას იღებდა, რაც გამოწერილი ქონდა თუ კიდევ რამე მიხმარება ხდებოდა. მათთვის ესეც უცნობია ჩემთვის, იმიტომ რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ეს არ იწერება. თუ სხვა სფეროში მაგალითად მეცნიერები ამ პერიოდში მერე მემუარებს წერენ, ეს ფეხბურთელებიც ახლა მწერალი ხალხი არ არის, რომელიც დასხნენ და მემუარები დაწერონ და ამიტომაც აი ესეთი საინტერესო დეტალები ამ ფეხბურთელების ცხოვრებისა უბრალოდ ჩვენთვის ცნობილი ვერ არის. მინდა შევეხო რეპრესიების პერიოდს. ერთის მხრივ არის რეპრესიები და მეორეს მხრივ არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. მე ვიცი რომ დინამოს ფეხბურთელები, ყველამ იცის რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატთან არიან დაკავშირებული, მაგრამ უფრო ნაკლებმა იცის რომ არიან რეპრესიებთან დაკავშირებული. რა კავშირი არსებობს დადასტურებულად, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ხალხს ასეთი ტიპის შემხებლობა აქვს რეპრესიებთან. რამდენიც გინდათ, ანუ ისევ რომ განუმეორდეთ თბილისის დინამოს ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა ამ პერიოდში, როცა ამთავრებდა კარიერას 20-იანი წლების ბოლოს, მერე გადმოდიოდნენ სამუშაოდ შინსახკომში. დავიწყოთ, ვისით დავიწყოთ? დავიწყოთ მაგალითად ისეთი გამომძიებლებით, როგორიც იყვნენ ალექსანდრ სავიცკი და კონსტანტინ კრიმიანი. ორივე თბილისის დინამოში აქვთ სხვადასხვა დროს, მცირე დროით, მაგრამ ნათამაშები. ფეხბურთელები იყვნენ, სავარაუდოდ ასევე ამ შენობაში მუშაობდნენ, იმიტომ რომ მეოთხე განყოფილების თანამშრომლები იყვნენ. და ესენი ითვლებიან ყველაზე ესეთ საშინელ ჯალათებად, ჯალათთა შორის ჯალათებად, რომლებიც რეპრესიებში ღებულობენ მონაწილეობას და ცნობილია, რომ კაბინეტებში დადიოდნენ და თუ ვინმე გამომძიებელი ვერ ცემდა კარგად დაპატიმრებულს, მერე ესენი მიეხმარებოდნენ ამ ცემატყებაში. ამ დროს ისინი მოქმედი ფეხბურთელები არიან თუ დანებებული აქვს? ახალი დანებებული აქვთ, ან ცოტა ხანი უკვე წამსვლელები არიან. აი ხა მოქმედი ფეხბურთელებს როგორც გითხარით, ეს მაინც ცდილობს რომ დაიცვას. განსაკუთრებით რაც ეს პროფესიული მიდგომა შემოიტანეს, მერე დაცულები არიან. ამ პერიოდში ჩეკისტი არის აფხაზეთის შინსახკომის უფროსი არის გრიგოლ ჭიჭიკო ფაჩულია, რომელიც ეს ფეხბურთელი იყო. ეს იყო თბილისის დინამოს ვარსკვლავი, რომელსაც მაგალითად ესე ძველი ინტერვიუები მეუბნებოდნენ, მე ესეთი მაგარი დარტყმა ჰქონდა თუნდაც ფაჩულიას დარტყმას ეძახდნენ. და საოცარი ის იყო, რომ ეს ჭიჭიკო ფაჩულია მე უცებ დანიშნეს NKVD-ს უფროსად აფხაზეთში და იქ ისეთი რეპრესიები ჩაატარა, რომ კომისია შეიქმნა NKVD-ში და თქვენს რომ ზედმეტი მოზდის ცემატყებაშიო და წესით ამის გამო ბევრი დაიჭირეს მაშინ 38-ის დასაწყისშუა ხანებში. მაგრამ ჭიჭიკო ფაჩულია გაუშვეს სპორტ კომიტეტის თავმჯდომარედ. გასაგებია რატომ? იმიტომ რომ მას ფარველი ყავდა და ეგრე არ იყო. ჭიჭიკო ფაჩულია იყო ერთი პერიოდი თბილისის დინამოს ხელმძღვანელიც, ხელმძღვანელობდა თბილისის დინამოს და იყო როგორც გაზეთებიდან ჩანს, ეს არის ვარსკვლავი იმდროინდელი თბილისი, აი ბორის პაიჭამდელი თბილისის დინამოს ვარსკვლავი არის ეს ჭიჭიკო ფაჩულია, რომელიც მერე ხდება ესეთი ძალიან მძიმე ჩეკისტი. სხვათა შორის მისი ბიოგრაფია არის საოცრად საინტერესო. ბათუმშია დაბადებული და ბათუმში მამასთან ჰქონდა დიდი კონფლიქტი, იმიტომ რომ მამა იყო სოციალ-დემოკრატების, მენშევიკების მხარდამჭერი და
ეს იყო ბავშვობიდანვე დიდი ბოლშევიკი და მამასთან ჰქონდა დიდი კონფლიქტი და თურმე მამამისი ემუქრებოდა აი აქ რომ ჩვენები რომ მოვლენო შენ აქ ჩამოგახჭობთ. ანუ ოჯახში ეს მეხსიერება არსებობს. მერე ჭიჭიკო-ფაჩულე დაიჭირეს და საინტერესო ის არის რომ ის რომ გაასამართლეს თბილისში კი არ შედგა მისი საქმის პროცესი, არამედ შედგა სოხუმში. სოხუმში წაიკითხეს მისი საბრალდებო დასკვნა და სოხუმიდან გაასახლეს ის 25 წლით იყო. ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ მე შეცვალეს და გადასახლებით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გადასახლებული ფეხბურთელები თუ ჩეკისტები გაიგებდნენ, რომ შენ ფეხბურთელი იყავი შრომა გასწორებით კოლონიაში, ну ამას თუ შვება და უკეთესი პირობა ქვია დავარქვათ ესე, მაგრამ ნუ პირობა მაინც მძიმეა, უკეთეს პირობაში ცხოვრობდი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში იყო შრომა გასწორებით კოლონიებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი. და შრომა გასწორების კოლონიის ხელმძღვანელები ან დირექტორები ვიც არიან, ესენი ცდილობდნენ რომ თავიანთ ბანაკში, ჟარგონი რომ ის რუსული სიტყვა რო იყო ლაგერში, ყოლოდათ ფეხბურთელები, იმიტომ რომ ამათ შორის შეჯიბრში გამარჯვება დიდი პრესტიჟად ითვლებოდა. ამიტომ ჭიჭიკო-ფაჩულია გადასახლებაში იყო ფეხბურთის მწვრთნელი აი ამ შრომა გასწორებითი კოლონიის საფეხბურთო კლუბის. ისევე როგორც სხვები აი ფეხბურთელებს თუ გადაასახლებდნენ, ის იქ ფეხბურთის კლუბში მოხდებოდა და დაფოფინებდა მთელი ბანაკი თავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმასთან შედარებით რა დღეშიც იყვნენ დაუშვათ რკინიგზის მშენებლები, რომლებიც დღეს ერთ ბანაკში იყვნენ ხვალ მეორეში და ხეებს ჭრიდნენ და უშუალებულ ორმოებს თხრიდნენ აი ამ ირიგაციის სისტემისთვის და წყლების კონტროლისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ამათ შორის კონკურენცია იყო პირიქით, ეს ცდილობდნენ რომ მათი ეს ფეხბურთელები მათ ბანაკებში ყოფილიყვნენ. მე სადღაც გამიგია რომ თბილისის დინამოს კაპიტანიც კი იყო, ამ რაღაც პერიოდში კაპიტანიც კი იყო ჩართული ამ რეპრესიებში. ეს საუბარი მიდის ბატონ შოთა შავგულიძეზე, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი არ წამიკითხავს და ამიტომ ვერ ვიტყვი ამის შესახებ. უბრალოდ არ ვიცი. კიდევ ვინ არის ისეთი, რომელიც აი სიტყვაზე უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობს? ლევან აბაშიძე. ლევან აბაშიძე იყო ესევე ძალიან ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც 36 წელს, მან ძალიან საინტერესო ისტორია, ლევან ერთი კაცი დაიჭირეს ზესტაფ სამტრედიიდან და ეს ადამიანი ვერ ხვდება რა გაჭირვებაში აქვს თავი ამოყოფილი და შესაბამისად გონია რომ ეს რეპრესიები არასერიოზულია და პირველ დღეს დაკითხვაზე რომ შეიყვანეს დაასახელა ძალიან ბევრი ადამიანი. მე და შემოვიდა სიცილკისკისით ამ თავის საკანში. მერე კიდევ შემოვიდა და მერე უკვე ძალიან ცუდად გახდა, იმიტომ რომ მიხვდა რომ თავის აი ამ რო ეგონა რომ არასერიოზული ამ თავის ნათქვამის გამო ხალხს პაპატიმრებენ და მოიფიქრა ესეთი რამე რომ გაქცევა მოიგონა. და წაიყვანა ჩეკისტები რომ იქო ტყეში მაქვსო იარაღიო დამალულიო სადღაც რომ წაიყვანა ტყეში და დაიწყეს ტყესთან საქმიანი ურთიერთობა ქონდა, ამიტომ იცოდა იქ ადგილები და დაიწყეს თხრა ამათვა რომ იარაღი იპოვონ და უცებ ეს რო ჩეკისტები რო ეწევიან, გაიქცა. და ეს მე საკანში უყვებოდა თავის თანამესაკნელებს, რომ ვირბინეო და ცოტა ხანში მხრებზე ეს ხელი ვიგრძენიო და ლევან აბაშიძე მითხრა, შენ ხო არ დაგავიწყდა რომ მე ფეხბურთელი ვარ, ეს ავხედეო და აი მაგ დროს ეგ კი ვეღარ გავთვალეო, რომ ესე იგი ფეხბურთელი მაშინ მოქმედი ფეხბურთელია ლევან აბაშიძე? აი მოქმედია იცით როგორ ეს უკვე ხან ერთ თამაშს თამაშობს, ხან მეორეს. ლევან აბაშიძე არის ერთ-ერთი გამომძიებელი მიხეილ ჯავახიშვილის საქმეში, მაგრამ მერე ამაზე ბევრი მითია აგორებული რომ ესე ურტყამდა, ცემდა და ასე შემდეგ და არასწორია, იმიტომ რომ ლევან აბაშიძე 38 წელს თვითონ დაიჭირეს და თვითონვე დახვრიტეს. სამწუხაროდ წიგნი რო გავაკეთე, მაშინ ეგ ცნობა არ მქონდა, რომ თურმე ლევან აბაშიძეს კონფლიქტი ჰქონდა როგორც ესეთ სწრაფად მზარდ ჩეკის ამ შენობაში მომუშავე ბოგდან ბახჩო-ქობულოვთან, რომელიც თურმე მას ეცილებოდა ამ თავისი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და ამიტომ დააპატიმრეს სხვათაშორის ლევან აბაშიძე ჩემს მიერ აღნიშნულმა მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა სავიცკიმ და კრიმიანმა. თანაგუნდელებმაც და თანამშრომლებმაც. ამიტომ და ისინი მერე მოხვდნენ უკვე ლევან აბაშიძე 38 წელს დახვრიტეს. კი, მისი ბინის აღწერაა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს არქივში ბევრი საქმეებს როცა ვიქექებით. ნუ აღწერაში არის ხშირ შემთხვევაში ეს პირადი ნივთების აღწერა და აქ ძალიან საინტერესოა რომ ჩანს რომ ფეხბურთელია, იმიტომ რომ
შორტებია აღწერაში, სპორტული ფეხსაცმელია აღწერაში, ესე მოტმასნილი მაისურია აღწერაში და ასე შემდეგ. არანაირი დიდი ქონების ფლობელი არა ეს რაღაც. ცხოვრობს ერთ-ოთახიან თუ ერთოთახიან ბინაში. ცოლ-შვილი არ ყავდა. ამ პერიოდში 1937 წელს თუ არ ვცდები რეპრესიის მსხვერპლი ხდება ბორის პაიჭაძის მამა. და ბორის პაიჭაძე ამ დროს თბილისის დინამოს საუკეთესო ფეხბურთელია. ბორის სოლომონ პაიჭაძე ეს დიდი ისტორიის მქონე კაცია. იმიტომ რომ სოლომონ პაიჭაძე იყო ერთ-ერთი ლიდერი იმაში ფოთში მუშათა მოძრაობის. და აი 20-20-იან წლებში, როდესაც ეს საქმეები ჩეკაში მოდის ვინ არის, სოლომონ პაიჭაძეზე წერია, რომ მასო შეუძლია მუშათა მობილიზებაო, ანუ ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ კაცთან. მე სოლომონ პაიჭაძეს იჭერენ, აპატიმრებენ და იქ არის ძალიან საინტერესო წერილი საქმეში უკვე ბორის პაიჭაძის დედის და ალბათ იქ ჩდება პირველად ბორის, მაგრამ ამ ჩეკისტებს ალბათ წარმოდგენა არ ქონდათ, რომ ის მერე გახდებოდა ეს სადაც რომ უკიდურესად უჭირს ოჯახს და სთხოვს ჩეკას რომ გამოუშვან სოლომონი ციხიდან და იქ ჩამოთვლის ოჯახის წევრებს და მათ შორის წერია 7 წლის ბორისი. ანუ უფრო ადრე იჭერენ მამამის? ხო, უფრო ადრე იჭერენ, მერე უშვებენ, როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირში ეს მასიური ჯერ დაიჭერდნენ, მერე გამოუშვებენ. მერე უკვე 36-ში იჭერენ ბორის პაიჭაძის მამას. ანუ ბორის პაიჭაძე უკვე დინამოშია. ზიშია. ანუ აი ამ უკაცრავად ეს ზი არის ინდუსტრიული ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდი, აი იქ რო თამაშობს, მე ხმები დადის რომ ანუ ბერიამ იმით გადმოიპირაო რომ ანუ მაგრამ ეს არსად არ ჩანს ესე ოფიციალურად, ფაქტია რომ სოლომონი გარდაიცვლება გადასახლებაში. და სოლომონი რო გარდაცვალებაში გარდაიცვლება და სოლომონი ხალხის მტრის ოჯახის შვილია ბორის პაიჭაძე. და ხალხის მტრის ოჯახის შვილი არის ეროვნული გმირი ჩვეულებრივად 36-37 წლებში. ამ დროს შეიძლება ჯერ კიდევ მამამისი ცოცხალია, მაგრამ გადასახლებაში. აი ზიში რო გადმოდიოდა მაგ პერიოდში ცოცხალია გადასახლებაში და მერე გარდაიცვლება ის. ანუ ძალიან საინტერესოა ის, რომ მიუხედავად ეროვნული გმირი ხარ, მამაშენის დახსნის საშუალება არ გაქვს. ამაზე არსებობს რამდენიმე მოგონება, მათ შორის ერთ-ერთი იგონებს, რომ ბორის პაიჭაძე შეხვდა ბერიასო, სთხოვაო მამის განთავისუფლებაო და ბერია გავიდაო კაბინეტიდან და შემოვიდაო და უთხრაო აქამდე რატო არ მითხარივან. ამჯერა ამისი, იმიტომ რომ შინსახკომში ეს საქმეები ძალიან კარგად იცოდნენ და წინასწარ იცოდნენ ბორის პაიჭაძე ვინ იყო. აქ შეგვიძლია ცალსახად თქვა, რომ თუ კარგად ითამაშებდი ფეხბურთს, ხალხის მტრის ოჯახის შვილობა არანაირი პრობლემა არ იყო იმისთვის, რომ ყოფილიყავი, მაგრამ შეიძლება მამისთვის ვერ გეშველა. მამისთვის ვერ გეშველა, კი. მაგრამ სამაგეროდ მერე როდესაც ეს ფეხბურთელები უკვე ცოტა წამოიჩიტნენ და პოპულარულები გახდნენ, მერე უკვე ვიღაცების შველა შეეძლოთ. მერე რეპრესიაც არ იყო ეგეთი. მერე ხო, არ იყო, მართალი ხართ. მაგალითად აი ხშირად იყო შემთხვევები გაიოს ჯეჯელავას მოგონებებშიც არის, მის წიგნში ყოველ შემთხვევაში, რომ როგორ თქვა ვიღაცამ, რომ აი გაიოსთან მიდი თუ მიშველეთ აქ ვართ მისმა ძმამ და ნუ მერე გაიოსმა უშველა თავისი კონტაქტებით, მაგრამ ასაკი რო შევხედოთ, მაშინ ესენი არიან 24-25 წლის ბიჭები, მაგრამ უკვე ცნობილი ფეხბურთელები არიან და შესაბამისად აი ეს მათ უკვე შეუძლიათ ის, რაც არ შეუძლია პარტიულ ფუნქციონერს. და შემდგომშიც ეს ფეხბურთელებისთვის იქ გამომყევი საქმის გასაკეთებლად იმასთან მომყევი ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. დიდი სოციალური კაპიტალის მქონე ხალხი ხდებიან ისეთი. აი და როგორ შეიძლება მაგალითად დავინახოთ განსხვავება 30-იან წლების დასაწყისსა და 40-იან წლების დასაწყისის თბილისის დინამოს შორის, აი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მე უკვე რამდენიმე წლით საერთოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იხურება, მაგრამ აი საფეხბურთო, ქართული საფეხბურთო, როგორ გითხრათ, ლანდშაფტი როგორია ამ 10 წლის ბერიას ჩარევის შედეგად. პირველ ყოვლისა ტარდება რაიონული ჩემპიონატები ფეხბურთში, ქალაქის ჩემპიონატები, რესპუბლიკური ჩემპიონატები. უკვე ანდრო ჟორდანია ძალიან აქტიურად დადის და აკვირდება სხვადასხვა ბიჭებს, ვინც არიან კარგად, ვინც თამაშობს, მათთვის აკეთებს. ამ დროს არ არის ფეხბურთელი ანდრო ჟორდანია, უკვე დანებებული აქვს თავი. უკვე ანდრო ჟორდანია ფეხბურთიდან წასულია. ეს ფსიშკა ვაჩნაძე, ანდრო ჟორდანია და ესენი უკვე წასულები არიან ფეხბურთიდან.
და ანუ ეს ინფრასტრუქტურა უკვე ფეხბურთის შექმნილია, ფიზკულტურული მოძრაობა არსებობს და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქნება სხვადასხვა სპორტული სექციები სხვადასხვა რაიონებში და აქედან მოდიან ეს ძლიერი ფეხბურთელები. საბჭოთა კავშირში უკვე თბილისის დინამო ბრენდია. იმიტომ რომ კარგად ითამაშეს ეს სანახაობა და უყვართ ან თბილისის დინამოს თამაშებზე არა მარტო თბილისში იყიდებოდა ბილეთები, არამედ სხვა ქალაქებშიც დიდი მოთხოვნა იყო. პლუს ამას მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად ომი რო დაიწყო, თბილისის დინამოს ფეხბურთელების უმრავლესობას ჰქონდა ეგრეთ წოდებული ჯავშანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი იყვნენ გაფორმებულება რაღაც დაცვაში, რაღაც მაგალითად იყვნენ სახელმწიფო მუზეუმის დაცვაში გაფორმებული მთელი თბილისის დინამო, ლამის, სადაც და შესაბამისად ისინი აღარ მიყავდათ ფრონტზე, არამედ იყვნენ აქ. ანუ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ბერია ცდილობს, რომ ფეხბურთელები ფრონტზე არ დაკარგოს. უკვე ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანიც არის ამ ამბავში აქტიურად ჩართული, შინსახკომის მაშინდელი შეფი აქვსენტი რაფავაც და დანარჩენებიც. ანუ ესენი უკვე ცდილობენ, რომ ეს ფეხბურთელები მათიანები იყვნენ. რა წყაროები გვაქვს ისეთი დღეს რომ პირობითად რამდენად გამოკვლეულია ის და შეიძლება თუ არა რომ იყოს კიდე სიურპრიზი რომ დინამოს სხვა ფეხბურთელებიც იმ პერიოდის ყოფილიყვნენ ამ საქმეში გარეული მე გულისხმობ უშუალოდ ხალხის ხოცვაში თორე შეიძლება რაღაცნაირად კი რა თქმა უნდა ცალსახად შეიძლება უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს დინამოს არქივი ესე ვინ მოვიდა თავიდან ბოლომდე ვინ წავიდა მოუწესრიგებელია ეს ნაწილი არის ფონდი ეროვნულ არქივში უკაცრავად ამის შესახებ სპორტ საზოგადოება დინამოს შესახებ, მაგრამ ეგ არის ძირითადად აი ესეთი დისკუსიები და ასე შემდეგ. არ გვაქვს ფეხბურთელების პირადი საქმეები, რომლებიც რა თქმა უნდა მაშინ არსებობდა, ამიტომ ბევრი ფეხბურთელი უბრალოდ ვიზუალურად არ ვიცი, ახლა მაგალითად სავიცკი რო ვთქვი და დანარჩენები, ამათ ფოტოებიც არ არის წესიერი. რაღაც იქ ლევანაბაში და გაზეთშია დაწერილი და დანარჩენი. ესე ანუ ფოტოებიც კი არ გვაქვს ვიზუალურად, რადგან ის დროა როცა ფოტოები ბევრი არ არის. ჩვენ გვიმართლებს აი 37 წლის შემდგომ, როდესაც ესეთი ბარათები გამოდის უკვე ფეხბურთელების, რომლებზედაც უკვე ეწერება სახელი და გვარი და ვიზუალურად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია და უკვე იქ ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს. არა მარტო მაგიტომ, არამედ ფოტო მიხვდნენ, რომ ფოტოს გაყიდვით დიდი ფული შეიძლება იშოვებოდა და ეს ფოტო ისე არ იყო, რომ ყველა ატელიეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაეღო, სპეციალური ატელიე იყო, რომელიც იღებდა ამას ყიდდა და ამქიდან ფული შემოდიოდა. ფეხბურთელების ფოტოებს? რა თქმა უნდა, აი ესეთი ბარათევით იყო დაახლოებით აი ამ ზომის და წერია დავუშვათ ტორპედო მოსკოვის ეთამაშება თბილისის დინამოს და აი ამ მატჩისთვის ვინც არიან ფეხბურთელები ამათი განაცხადში ამათი ისინი იყო დახატული ეს ფეხბურთელი ისე გადაღებული ფოტოები ერთ პატარა პოსტერად გაკეთებული ამის გაყალბებითაც ფულს შეულობდა მე ბევრი ფოტოგრაფი ამას ჩუმად აყალბებდნენ და შავ ბაზარზე იყიდებოდა და ამიტომ იყო დიდი ამბავი, იმიტომ რომ მოთხოვნაა დიდი ამაზე ბავშვები, რავი, ყველაფერს ყიდნენ. ერთი ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი, ველოსიპედი გავყიდეო, ველოსიპედში გავცვალე ერთი ფოტო ბავშვა. ანუ ეხლა უკვე ასაკოვანი კაცია, მაგრამ ისე უნდოდათ ეს და ამიტომ რა თქმა უნდა მოთხოვნა დიდია. შესაბამისად, ის რასაც ჩვენ დღეს ეთერში ვხედავთ, რომ ეს გამოდიან ფეხბურთელები და ფოტოა თამაშის დაწყების წინ ეს იყო დაბეჭდილა და ამაზე იყო დიდი მოთხოვნა. მთელი ამბები იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი რაღაცები ვეძებე და რაღაც აი ზღვა არის ეს მასალები. აქ გარდა იმისა, რომ ჩვენ მარტო თბილისის დინამოზე ვსაუბრობთ დღეს, მაგრამ ახლა იგივე ისტორიები აქვს ეს ჩეკისტების და ამაზე სომხეთში და აზერბაიჯანში, ხო? იქაც ეგრე არის. ასაკურველია, მოსკოვში რა ეგრე არ არის. ანუ ეს მოსკოვის სხვადასხვა გუნდების ფეხბურთელებიც ასევე არიან მოსკოვის დინამოს, იმიტომ რომ მოსკოვის დინამო არის შინსახკომის გუნდი. და იქაც ფეხბურთელები რეპრესიებში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა. უფრო მეტიც ეს რეპრესიები ესეთი საბჭოთა მასშტაბით რადგან იყო, ხდებოდა ესეთი ვიზიტი გამომძიებლების სხვადასხვა რესპუბლიკებში, რომლებიც ასწავლიდნენ როგორ უნდა ეწარმოებინათ ეფექტური გამოძიება. მაგალითად თბილისიდან ერთხელ დაიძრა გამომძიებლები ყველაზე დაუნდობლებით ზემატყეპაში და ამ უბედურებაში და ჩაუტარეს გამოცდილება გაუზიარეს სომეხ და აზერბაიჯანელ შინსახკომის თანამშრომლებს. ამიტომ ეს გაცვლა გამოცვლა ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება მოსკოვის კლუბები, აქ ძალიან საინტერესო არის ეს დაპირისპირება ბერია როგორც NKVD-ს უკვე საკავშირო NKVD-ს შეფი
და დანარჩენი მოსკოვური კლუბები. იმიტომ რომ მოსკოვის სპარტაკი არის ძალიან განებივრებული, რომ ეს ინდუსტრიას ეკუთვნის ეს გუნდი. შესაბამისად, გულშემატკივარი ბევრი ყავს და ბევრჯერ იგებს ჩემპიონატს. და ძმების სტაროსტინები არიან ესე ძალიან ცნობილი ფუძემდებლები საბჭოთა ფეხბურთის და ეს ძმების სტაროსტინების ეს წიგნი რო ჩავხედოთ, ყველაზე დიდი კონკურენტი და საძულველი გუნდი არის თბილისის დინამო. რა თქმა უნდა, ძმების სტაროსტინები წერენ, რომ იქ სხვერპლი არიან თვითონ, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. თუ 39 წელს ახლა თბილისის დინამოს დაეხმარნენ, სხვა დროს ძალიან კარგად ეხმარებოდა. რას ნიშნავს დაეხმარნენ? ეს ბევრჯერ არის ნათქვამი, რომ ხან ეხმარებოდნენ თბილისის დინამოს და პირიქითაც მოგვისმენია, რომ ფაქტობრივად დააკარგვინეს ჩემპიონატის ტიტული. ეგ ორივე არსებობს. აი თუ სანამ ბერია და სტალინი ჯერ კიდე 30-იან წლების ბოლო აი მათი სახელი ხუხს და ხალხს ეშინია პირობითად. აი რა ტიპის დახმარებაზე შეგვიძლია ვსაუბროთ დინამოზე, იმიტომ რომ დინამოს ტიტული არ მოუგია. დინამოს ტიტული არ მოუგია 64 წლამდე. თუმცა მან ჩვენ რომ ვნახოთ 36-დან 53 წლის ჩათვლით თბილისის დინამოს შედეგები, რითაც უკმაყოფილოები იყვნენ მაშინდელი საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები, დღეს ჩვენ ეს საოცნებო გვექნება, იმიტომ რომ თბილისის დინამოს ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება იყოს მე-4 ადგილზე გასვლა, იმიტომ რომ ბრინჯაო და ვერცხლი ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება. თასის ფინალიც. თასის ფინალებიც რა თქმა უნდა 1939 წელს თასის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დინამოს თბილისი და მოსკოვის სპარტაკი. ერთ-ერთ დროს დაარტყა სპარტაკის ფეხბურთელმა და საჭმან ჩათვალა გოლი. თბილისელებმა კი გააპროტესტეს მაშინვე, თქვეს რომ არ არის გოლიო, მაგრამ ეხლა ჩვენ სულ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა ეს ვარი და ძლივს ვარკვევთ ხო კიდევ არის თუ არა გოლის უეხლა ხანს, აი ორჯერ შეეხო პენელის დროს თუ არა. ახლა რთულია უკვე და მაშინაც ალბათ რთული იყო ამის გარკვევა, გადაკვეთა ნამდვილად ხაზი თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ ჩაითვალა გოლად. ამასობაში თბილისის დინამომ მოსკოვის სპარტაკმა ითამაშა ფინალი, მოიგეს და უცებ ეუბნებია მოსკოვის სპარტაკს, რომ თქვენ წააგეთ ნახევარფინალი, იქ იყო რაღაც პრობლემა და მოხდა ნახევარფინალის გადათამაშება. ჩამოართვეს ტიტული. ტიტული არ ჩამოურთმევიათ, ტიტული არ ჩამოურთმევიათ, მაგრამ გადაათამაშეს ნახევარფინალი. ნახევარფინალში სპარტაკმა ამჯერად მართლა მოუგო თბილისის დინამოს და სტაროსტინი წერს თავის მოგონებებში, რომ მერეო შეკითხვა ქონდაო, ეხლა ფინალსო გადაგვათამაშებენ თუ არაო და ფინალი აღარ გადაათამაშეს. ეხლა ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე იმაში, რომ ფინალ ნათამაშებ და მოგებულ სპარტაკს რომ შენ გადაათამაშებინებ ნახევარფინალს, რომ აქ ზევიდან მხარდაჭერა არ იყო და ფიზკულტურის კომიტეტზე არ იყო ან ზეწოლა, ან საუბრები და ასე შემდეგ. ეს ფაქტია. ის რომ აი დახმარებაში რას გულისხმობ, აი კიდევ ერთი მიშა ჯოჯუა იყო ესეთი ფეხბურთელი, სულ ახლა ხანს გარდაიცვალა. 40-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თამაშობდა სხვაგან, არა საქართველოში. ამ დროს არ აქვს კაი შედეგები თბილისის დინამოს და ბორის პაიჭაძეს ხვდება ბერია და ეუბნება ვინ გჭირდებათ რომ დაგახმაროთ და ბორის პაიჭაძე ამბობს რომ მე მჭირდება მიშა ჯოჯუა, ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს აი ამ კლუბში და ამ კლუბს აქვს მაშინ თამაში სადღაც ცენტრალურ აზიაში, მგონი ტაშკენტში. ჩაფრინდება თვითმფრინავი ტაშკენტში, ტაშკენტის აეროპორტში ამოდიან ჩეკისტები, კითხულობენ ვინ არის ჯოჯუა, დგება საცდანი მიშა ჯოჯუა და ეუბნებიან ჩამოდი შენ, მიყავ ტაშკენტიდან რამდენიმე ხნის მერე უკვე რიგაში და რიგაში უერთდება თბილისის დინამოს და იქ აგრძელებს თამაშს. ანუ ეს ნადირობა ფეხბურთელების საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივი მოსული ამბავია. მაგალითად, როდესაც ვასილი სტალინმა დაარსა თავისი ცნობილი კლუბი VVS-ი, ანუ ეს ჯარის ერთ-ერთი ნაწილი არის. CSKA-ს უფლება. არა, CSKA არის ეს იყო საჰაერო ჯარი, военно-воздушные силы. აი ამის გუნდი როდესაც დაარსა, ამ VVS-ი ასევე ცდილობდა რომ გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და არის ესეთი ცნობა, რომ ვასკა სტალინი თვითონ ჩამოდის საქართველოში და უნდა აქედან როგორმე წაიყვანოს ბორის პაიჭაძე და ბორის პაიჭაძეს შინსახკომის შენობაში მალავენ დიდი ხნის განმავლობაში, რომ ეს არ მოხდეს. თბილისის დინამოც ცდილობდა სხვადასხვა ფეხბურთელების ჩამოყვანას, მაგ მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელების ჩამოყვანას და
პირდაპირ ეუბნებიან, რომ გვარსაც გადაგიკეთება, რა პრობლემა, ოღონდ თბილისის დინამოში ითამაშა, ამიტომ ის რა წესებიც იყო საბჭოთა კავშირში, ამას თბილისის დინამო ჩვეულებრივად იღებს. ამიტომ დახმარებაში ამასაც გულისხმობ. 53 წელს იყო ეს ცნობილი შემთხვევა, როდესაც მივალთ 53 წლამდე, მანამდე მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხბურთის ბედი მაინტერესებს. საერთოდ რამე ფეხბურთი ტარდება ამ დროს მეორე მსოფლიო ომის დროს? კი, მაშინაც ტარდება თამაშები და ძირითადად ეს თამაშები არის საქველმოქმედო. გამარჯვებული გუნდი იღებს, თანხა გადაეცემა ძირითადად ან ჰოსპიტალებს, ან დაზარალებულებს და ასე შემდგომ. ოღონდ ჩემპიონატი არ ტარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე უკვე საშემოდგომო სეზონში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი. სხვათა შორის ეს ბორის პაიჭაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში უწერია, რომ როგორ გაემგზავნენ ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ ნაომარ ქალაქებში, სადაც ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ძალიან ყველაფერი ეყარა იქ ეს დატეხილი ტექნიკა, დანგრეული სახლები, გაუბედურებული ქუჩები და აი ესეთ ადგილებში მიდიან და იწყებენ ამ ფეხბურთის თამაშს. მაგრამ ეს ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის დროს, რა თქმა უნდა, გაჩერებული იყო. მეორე მსოფლიო ომის მერე რა ხდება? ანუ დინამო თითქოს აღარ არის ისეთი წარმატებული 53 წლამდე, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისკენ გაიქაჩოს. ეს იმიტომ რომ ის ფეხბურთელები დაბერდნენ და ახალი შევსება ვერ მოხდა თუ რა შეიძლება იყოს თქვა ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი? აი მაგას ეკითხებოდა ყოველთვის კანდი ჩარკვიანი ფეხბურთელებს, რომ რა გჭირთ, რატო ვერ იგებთ ვერაფერს. მაგალითად კანდი ჩარკვიანი რომ ჩანაცვლდა აკაკი მგელაძის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ზუსტად ფეხბურთელებთან იყო და ერთადერთი შეკითხვა დაუსვა, რომ რა გჭირდებათ, რომ პირველები გახდეთ. იმიტომ რომ 50 წელს უკვე კაი შედეგი ჰქონდა თბილისის დინამოს, იქ ბოლო თამაში წააგეს, ამიტომ მესამეზე გავიდნენ. 52-შიც არაუშავდა და 53-ში აკაკი მგელაძე ელოდებოდა, რომ გამხდარიყო თბილისის დინამო პირველი, მაგრამ ბერიას დაპატიმრების მერე ნახევარფინალში გამარჯვებულ თბილისის დინამოს გადაათამაშებინეს ეს თამაში და წააგო თბილისის დინამომ და შესაბამისად ქულათა სხვაობით უკვე ვეღარ გახდა ჩემპიონი. მანდაც ანუ გულშემატკივრები გადმოვიდნენ მოედანზე. თბილისის დინამოს არგუმენტი იყო, რომ ეს უკვე სასტვენის შემდგომ მოხდა და მოწინააღმდეგე მხარეს იყო, რომ სასტვენი არ იყო, ანუ თამაშის დრო იყო დარჩენილი. ამ ფეხბურთის დეტალს არ აქვს მნიშვნელობა. რუსი ანალიტიკოსი ძალიან მაგარ იმას აკეთებს მინიშნებას და აკვირდება ერთ დეტალს, რომ ამ თამაშის შედეგის შესახებ უპატაკეს ნიკიტა ხრუშოვს. და კაცო უპატაკეს, რომელიც ფეხბურთის წარმოდგენაში არ ქონდა, არც აინტერესებდა და არც უყვარდა. ანუ რატო? იმიტომ რომ თბილისის დინამო აღიქმებოდა ლავრენტი ბერიას საყვარელ კლუბად. ეს იყო მოსკოვის დინამო კი არ იყო მისი საყვარელი კლუბი, თბილისის დინამო იყო. ამიტომ რასაკვირველია თბილისის დინამო ბერიას პროდუქტი არ შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. ესეთი დამოკიდებულება ძალიან ცალსახად ჩანს ეს პოლიტიკური, იგრძნობა ამ ფეხბურთში, ამიტომ რომ ამბობენ რომ ფეხბურთი და პოლიტიკა სხვადასხვა და რაღაცა ეს. 40-იანი წლების მეორე ნახევარში ასევე რეპრესიები მიმდინარეობს, სხვა ტიპის რეპრესიები, მაგრამ რეპრესიები. ამ რეპრესიებში რამე ყავს ხედავთ თუ არა, თქვა აუკრეფილ ფეხბურთელებს. ეხლა აი 37 წლის შემდგომ რომ ვთქვათ, ეს თბილისის დინამოს ფეხბურთელები უკვე აი ამ ჩეკისტობის, ესე აქტიური ჩეკისტები აღარ არიან როგორც 20-იან და 30-იან წლების პირველ ნახევარში, იმიტომ რომ ერთი მათ ყველას იცნობს და გარდა ამისა მათ აღარ ჭირდებათ უკვე ჩეკისტური კარიერა, ყველას უნდა მათი დაწინაურება სხვადასხვა რეპუტაცია ყველასთვის მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ თქვენს აი ამ ერთ-ერთ ინტერვიუშიც სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ შევარნაძე რომ მოვიდა და წმენდები დაიწყო, უმეტესობა ესეთი ფული შემომტან ადგილებზე ფეხბურთელები იყვნენ ხოლმე დანიშნული, რესტორნის დირექტორი, სასტუმროს მომარაგების უფროსი, ან გაჯის ტრესტის უფროსი და ასე შემდგომ, სადაც შენ შეგიძლია იყო, გასაგებია ხა კომპეტენციას ალბათ დროთა განმავლობაში შეიძენდნენ, მაგრამ ასეთი ფეხბურთის კარიერის შემდგომ მათ 7 განვითარება ჰქონდათ საშუალება რომ ეცხოვრათ. ანუ უკვე მათ არ ჭირდებათ ჯალათობა, ესე რომ ვთქვათ.
ну კაცმა არის ის სისტემა რო ყოფილიყო 20-იანი წლების ვინ როგორ მოიქცეოდა ახლა. არა 40-იანი წლებშიც არ არის სისტემა თვალთ კამფეტი. კამფეტი არ არის, მაგრამ არც 37 წლის მასშტაბები. ამიტომ რადგან ესეთი არ არის, ესენიც ესე არიან გვერდზე დარჩენილები. თუმცა ბევრი თბილისის დინამოს ფეხბურთელი შემდგომში მილიციის უფროსი იყო და გაის უფროსი იყო და ასე შემდგომ გასაგებია, რასაც გულისხმობა ამაში, რომ ეს ეგრეთ თანხების ადმოძრაობდა მაშინ. ამიტომ ფარველობა ხდება ცალსახად. ანუ ფეხბურთელობა არის რაღაც პერიოდი, ასე ოფლსხური, სრული ამ სიტყვის ნიშნულობა და მერე ეს გინაზღაურდება სხვანაირად. პარტიულად, სოციალური კაპიტალით, ფინანსური კაპიტალით, ყველაფრით და რა თქმა უნდა ხალხს უყვარხარ. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რამე მოგონება არსებობდეს, ან ხო არ შეხვედრიათ რამე, რომელიც რამე დასკვნას გავაკეთებინებდა, რითი განსხვავდება მაგალითად 36-37 წლის და 46-47 წლის, აი 10 წლიანი განსხვავებით დინამოში რა იცვლება პირობითად? პირველ რიგში დინამოს ფეხბურთელები უფრო პროფესიონალები არიან. ეს უკვე არის ეს არ არის ესე ქუჩა-ქუჩა აკრებილი ფეხბურთელები, ესენი არიან უკვე ფეხბურთელები, რომლებიც სკოლას გადიან, ჯერ რაღაც კლუბებში თამაშობენ, მერე მოდიან დინამოში და მერე ვითარდებიან. უკვე არსებობს ეგრეთ წოდებული 35 საშუალო სკოლა, რომელიც ნუ ეხლა სხვა ადგილასაა, ადრე თბილისში სხვა ადგილას იყო, მაგრამ ეს პროფილური სკოლაა, რომელიც ამ სპორტსმენებს და განსაკუთრებით ფეხბურთელებს ეხმარება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში უკვე რა თქმა უნდა ტაქტიკურად და ესეთი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც თბილისის დინამო ძალიან მაღალ დონეზეა. ასული და 10 წლიანი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშიც ეს არ არის პატარა ამბავი, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში უკვე ჩდება კიევის დინამო როგორც თამაში, ეს აქტიური მოთამაშე, დონეცკის შახტეური და ასე შემდეგ, ანუ აი ამ საბჭოთა საკმაოდ ჩემპიონატში თბილისის დინამოს უკვე 10 წლიანი თამაშის გამოცდილება აქვს და ეს პატარა ამბავი არა ეს. ანუ შემთხვევით უკვე თბილისის დინამოში მოხვედრა რთულია. პირიქით ძალიან დიდი კონკურენცია აქვს მოსახვედრად. მწვრთნელები როგორ ირჩევა ამ პერიოდის დინამოში? მე გამიგია რომ ფრანგი მწვრთნელების რაღაც ეგეთი ჟივლიბეკი. ხო, ყავს თბილისის დინამოზე. როგორ ხდება ფრანგი მწვრთნელი თბილისის დინამოში? ის მუშაობდა უბრალოდ საბჭოთა კავშირში და გამოიყვანეს აქ. და გარდა ამისა ამ პერიოდში ეს უცხოელები არიან რუსეთის იმპერიიდან შემორჩენილები, ძალიან ბევრი, რომლებიც მერე უბრალოდ გადმოვიდნენ საბჭოთა იმაში სისტემაში. ჩამოყვანა საზღვარგარეთიდან აქ არ ხდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგ საბჭოთა ბაზარზე თუ ეს ამ სიტყვას ვიხმართ, ძირითადად მოსკოვიდან ჩამოდიან ალბათ ესენი. არა აქვს მაგას მნიშვნელობა, თავი კაი მწვრთნელი იყოს, ვინ რა სახელსაც, იმიტომ ქართველი მწვრთნელებიც არანაკლებ მოთხოვნად ხდებიან, ხო, ეხლა გაიოს ჯეჯელავა, რომელიც კარიერა, ცოტა ადრე დაამთავრა, რომელიც მისი მოგონებებში ამბობს, რომ ბავშვებს ვავარჯიშებდი და უცებ ჩამოდის ვასკა სტალინი და ეუბნება აგზავნის კაცს და ეუბნება, რომ შენ გახდები VVS-ის მწვრთნელი. მაგას ნიშნავს. და მიყავს VVS-ის მთავარ მწვრთნელად, რაც ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ ხო, გაიოს ჯეჯელავა მიყავს, რომელმაც VVS საკმაოდ კარგი შედეგები დაადებინა. ზოგადად გაიოს ჯეჯელავა ძალიან პოპულარული ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირში. და შოსტაკოვიჩი წერილებს წერდა, როგორ აღფრთოვანებულია ის მისი ფეხბურთის თამაშით. ანუ ეს ფეხბურთელები უცებ ხდებიან ეს და თვითონ მის მოგონებებში ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანები ვის მასთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდათ და ამბობენ უფრო ბევრს ყვებოდაო და როგორც ჩანს ბევრი ჰქონდა ამ კაცს მოსაყოლი, მაგრამ სამწუხაროდ მემუარებში ეს ბევრი ამბავი არ არის მოხვედრილი და მემუარები ისეთი კარგია, რომ მე ვერ წარმომიდგენია ეს ყველა ამბავი, რასაც ესე ყურმოყრით მესმის ხოლმე, რომ იქ ასახულიყო, მაგრამ ისეა როგორც არის. და ამ პერიოდში ომის დასრულების მერე ბერიას და დინამოს ურთიერთობაზე რა ვიცით? ან სტალინის ურთიერთობაზე ზოგადად ქართულ ფეხბურთთან რა ვიცით? ესწრებოდა ის თამაშებს? კი, რამდენჯერმე დაესწრო თამაშს, მაგრამ დიდად სტალინის ფეხბურთი არ აინტერესებდა. სტალინი უფრო იმპერიის კაცია, იმპერიაშია დაბადებული, ამიტომ ეს ფეხბურთი რუსეთის იმპერიაში შემოვიდა მას შემდგომ, რაც სტალინი უკვე რევოლუციით იყო გატაცებული და ასე შემდეგ. ამიტომ სტალინ შეიძლება ვთქვათ, რომ ფეხბურთი ნათამაშებიც არ ქონდა. და მოსკოვში გადასული ბერია რამე გვაქვს ცნობები პირობითად, რითი ეხმარება დინამოს, ან ზოგადად ფეხბურთთან რა დამოკიდებულებას ინარჩუნებს? თამაშებს ესწრება, თბილისის დინამოს თამაშებს ესწრება. ხვდება თბილისის დინამოს ფეხბურთელებს პირადად.
და მეტი ესეთი არაფერი. ანუ ჩვენ მაგალითად არ გვაქვს გარდა იმ 1-39 წლისა სხვა მაგალითი იმისი, როდესაც საეჭვო და ეხმარებიან დინამოს სტალინის და ბერიას სიცოცხლეში. ნუ ეგეთი საეჭვო დახმარება შეიძლება მაგ ლოგიკით სპარტაკზეც ვერ იპოვოს ვინმე, მაგრამ ნუ აი საეჭვო დახმარება არ არის ახლა მიშა ჯოჯუას ამბავი. კაცი ერთ კლუბში თამაშობს და ჩაფრინდები და იქიდან წამოიყვანენ და მოვლენ მეორეზე, ხო? ან ეს ფეხბურთელის ამბავი ეთნიკურად სომეხის, რომელიც სოხუმშია დაბადებული და სპარტაკის ვარსკვლავია. ამ დღევანდღემდე სპარტაკში მუშაობს და ვინ ვიზე საუბრობ? ეს არის იმ პერიოდისას თუ შემდგომ იმაზე. არა, ეს არის 40-იანი წლების ფეხბურთელია ესეთი და რომელსაც ეუბნება თბილისის დინამოს მესვეურები, რომ გადმოდი ჩვენთან და რა გინდა ყველაფერი პირობა შეგიქმნი. ოღონდ სპარტაკს შეეშვათ. ქართველია? არა, ეთნიკურად სომეხია. ხო, ამიტომ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. გვარი დამავიწყდა ხო. ანუ რა სულის სტალინის და ბერიას გარდაცვალება ფეხბურთისთვის? მათ თქვენ დაკვირვებით. მათ ეკარგებათ თავარი ზურგი და დამხმარე რაღაცეებში. უფრო სტალინზე არ ვილაპარაკოთ, უნდა უფრო ბერია აქვს თავარი რა. ბერიას პირმშოა თბილისის დინამო და არა სტალინის. ამიტომ შედეგებზეც აისახება ეს გუნდი ვეღარ არის ისეთი აქტიური და ანუ რა სულ არის ეს კრიზისი იწყება რამდენიმე წლიანი. ხო. მან არის საინტერესო რომ ეს უნდა აღვნიშნოთ ამ გადაცემაში რომ თუ არსებობს კარგი სპორტული კომენტატორები, ამ კომენტატორებმა დაჩაგრეს სრულიად გასაგებია რატომაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ არ გვაქვს ესეთი ფანტასტიკური სპორტული გაზეთი როგორც არის ლელო. ანუ ქართულ ენოვანი გაზეთი. ამ დროს გამოდის ლელო 40-იან წლებში. ამ დროს გამოდის ლელო და ეს არ ვიცი აი ვის შევადარო რომელ მწერალს ფეხბურთის სიუჟეტები არის ჩვეულებრივი რომანი. აი ჩვეულებრივად იკითხება, გეგონება შენ თვითონ ზიხარ ამ სტადიონზე და მე მაქვს ერთი თამაშის განხილვა წაკითხული, ეხლა რაც ეს მომდი ეს ტორპედო მოსკოვის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის. აი ასე მეგონა რომ მე ვიჯექი იმ სტადიონზე და მე ვკითხულობ. ფანტასტიკური ჟურნალისტები არიან. ქართულ ენაზე ფანტასტიურად წერენ. ენით აღუწერელია ესეთი კულტურა როგორ შეიძლება. ესენი მწერლები არიან თუ კონკრეტულად სპორტული ჟურნალისტები არიან? სპორტული ჟურნალისტები არიან. ეს ლელო ქმნის ესეთი სპორტული ჟურნალისტების ძალიან კარგ თაობას, რომელიც ვერ გაყვება დიდი ხანია ამ საბჭოთა სპორტის ქართულ ჟურნალისტიკას და ალბათ ბოლო მოხიკანები ამ კარგი მწერლების არის გაზეთი სარბიელი, რომელსაც ჩვენ უკვე მოვესწარით 90-იან წლებში და გასაგებია ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ ეს იყო ეს კულტურა და ეს ლელო ზღაპრულია, უბრალოდ შესანიშნავია. და ეს ლელო 30-იან წლებშიც არა, 40-იან წლებში, 40-იან წლების დასაწყი აღარ მახსოვს ზუსტად როდის გამოდის, 30-იან წლებში არის პირველი ჩემპიონატები არ არის მან გაშუქებული, მერე არის, მე მგონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს, როდის დაიწყო ლელომ გამოსვლა. სპორტული ეკიპირება როგორ არის ამ დროს და ამის მენეჯმენტი როგორ ხდება? ამის შესახებ ხო არ ვიცით რამე? სპორტულ ეკიპირებაზე ერთი რამე შეგვიძლია ვთქვა, რომ თბილისში არსებობდა ხელოსანი ფეხსაცმლის, რომელიც სპეციალურად კერავდა თბილისის დინამოს ფეხბურთელებისთვის ბუცებს. ეს ნამდვილად პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა. მე თავიდან სპორტული ეკიპირება იყო დიდი პრობლემა, საერთოდ ფეხბურთი რო იწყებოდა მაშინ. მაგალითად ცნობილია, რომ აი ბუდუმდივანის შვილი, რომელიც ფეხბურთსაც თამაშობდა, მას ფეხბურთს თამაშობდა, ერთხელ გამოვიდა და ეცვა რაღაც განსხვავებული ეკიპირება და ყველამ თქვა, რომ ეს ბუდუს შვილია, იმიტომ რომ ინგლისიდან აქვს ფორმები ჩამოტანილი. ამიტომ ეკიპირება დიდი მოთხოვნადი იყო თავიდან, განსაკუთრებით ეს ბურთები საბჭოთა ბურთებზე, საბჭოთა პერიოდში ეს ბურთი, ტყავის ბურთი იყო დიდი ოცნება ბავშვებისთვის. ამიტომ ეტა შემოქონდა თუ თვითონ კერავდნენ? თვითონ კერავდნენ. ბურთებს საბჭოთა კავშირში ეს ეკიპირებები თვითონ იკერებოდა და აი ამ დინამოს პარტიულ სხდომებში ამაზე მიდის განხილვა, იმიტომ რომ აი ამ სპორტ საზოგადოება დინამოს ჰქონდა საკუთარი მაღაზიების ქსელი. ოღონდ ამ მაღაზიების ქსელში იყიდებოდა როგორც ბურთი და ფორმა, ასევე იყიდებოდა ასაფეთქებელი დინამიტი, ტყვის სასროლი ტყვია, თოფის წამალი და ასე შემდგომ. და ეს ამიერკავკასიის დინამო რო იყო, მან დიდი კონფლიქტი იყო ქართველ და სომეხ
მაღაზიების დირექტორებს შორის, რომ იმან ამდენი რატო გაყიდა, ეს წესით მე მეკუთვნოდა და ასე შემდეგ. დეფიციტი მაშინ არსებობს თუ არსებობს? მაშინ მოთხოვნა დიდია ამ პროდუქტებზე, არ არის დეფიციტია, ყველაფრის დეფიციტია და ნადირობა მიდის აი ესეთ ნივთებზე იჩხუბეს იმის გამო, დინამიტების გამო, ასაფეთქებელი დინამიტების გამო. ეს დინამიტების ჩხუბი იქამდე მივიდა, რომ საკავშირო ცეკაში დაწერეს მერე წერილი და იქ იყო გარჩევა, ვის ეკუთვნოდა ეს დინამიტები. აი წყაროებზე როცა ვსაუბრობთ, ხანდახან თავიდან არქივებში ადამიანი აი სადაც აწერია სრულიად საიდუმლოს გონია, რომ რაღაც სახელმწიფო საიდუმლოები იყო. აი ხა დინამიტების ჩხუბი გადიოდა ამ ერთ-ერთ იმაში. სრულიად საიდუმლო იმაში. საბჭოთა ბიუროკრატიამ იშხუბა თუ დინამიტების გამო, მანქანის საბურავების გამო, დეფიციტური პროდუქტებია და ამიტომ. ეს დეფიციტური პროდუქტია და ჭირდება გზების მშენებლობაში ეს დინამიტი აუცილებელია, რომ რამე თუ ვიცით იმ პერიოდის როტაციის პრობლემებზე, გუნდში სულ არის როტაციის პრობლემა, ვიღაც უნდა წავიდეს, ვიღაც უნდა მოვიდეს. მე შემდეგ პერიოდზე უკვე ბევრი რამეა გასაგები, ჩემს სულსაც შეასულაპარაკიათ, მაგალითად როგორი პრობლემური იყო მიხეილ მესხის წასვლა ფეხბურთიდან, როგორი პრობლემური იყო იგივე მანუჩარ მაჩაიძის წასვლა, ანუ არსებობს რაღაც ტიპის სკანდალები შემდგომ პერიოდში, რაც ვიცით. იმ პერიოდში რამე ხო არ არის ისეთი, როცა ვიღაცას წასვლა არ უნდა, ან მიაჩნიათ, რომ ვიღაც უსამართლოდ წავიდა გუნდიდან. აი მაგალითად ბორის პაიჭაძის წასვლა არ უნდა და არავის და ტრავმირებული ბორის პაიჭაძე რეალურად ხელახლა მოაბრუნეს სათამაშოდ, მაგრამ უკვე ის ბორისი არ იყო, ამიტომ ეს დიდი ტრაგედია იყო, არ უნდა და მისი წასვლა არავის. დანარჩენი ესეთი წასვლა რო პრობლემა ჩანდეს, არ შემხვედრია სიმართლე გითხრათ. ხო გეუბნებით ეს რადგან არ იწერება, ჩვენ არ ვიცით ეს. არ ამგონია ახლა 29 წლის ლევან აბაშიძესაც ფეხბურთიდან წასვლა ნდომოდა თუ რაღაც არ ჭირდა, მაგრამ ჩვენთვის ეს უკვე უცნობი არის. არ იწერება და შესაბამისად ვერ გავიგებთ. ანუ ოფიციალურ გაზეთებში ამას არავინ არ დაწერს და ანუ ერთადერთი შეიძლება რაღაც თქმულებების სახით შემორჩენილიყო. ეს თქმულებებიც ერთი მხრივ საინტერესოა, რა თქმა უნდა, და ეს ცალკე შეიძლება გაკეთდეს, რომ აი თქმულებები როგორ არის შემონახული, იმიტომ რომ ხანდახან ის უფრო ძლიერია და ფართოდ გავრცელებული, ვიდრე საკუთრივ დადასტურებული ისტორიული ფაქტი. მაგრამ ხო, არ არის ესე შემორჩენილი. თქმულებები, რა თქმა უნდა, ხა პოპულარული სპორტია და თან ეს ხალხი მე რო ცნობილი იყო, ყველა ალბათ მათ ფეხბურთზე ეკითხებოდა, სადღაც ერთნაირად ერთი სტილით მოყვნენ, სადღაც მეორე და მე ეს უკვე ფოლკლორის ნაწილი უფრო გახდა ვიდრე იმის. ფოლკლორის ნაწილია ცალსახად. ცალსახად ეს პერიოდის ფეხბურთი ფოლკლორის ნაწილია. გულშემატკივრებზე რა ვიცით იმ პერიოდში, გარდა იმისა, რომ დინამოზე ბილეთების პრობლემა იყო, თქვათ სად იყო ის ადგილი, სადაც გულშემატკივრები იკრიბებოდნენ ან საუბრობდნენ დინამოზე, ან ესეთი ტიპის, აი ტრადიციულად სად ხდება ფეხბურთის გარჩევა. ტოტალიზატორები არ არსებობს იმ პერიოდში, რომ მაზიანები დადოს ხალხმა, მაგრამ შავი არსებობს. არსებობს შავი. შავები კი, როგორ არა. შავები, ეს იყო ისე მასშტაბებით არა, მაგრამ ეს არის. მაგრამ აი გულშემატკივრებზე ყველაზე კაი მოგონება კოტე მახარაძეს უწერია, ხო? როდესაც ის არის გატაცებული ამ სირბილით, ძლეოსნობით და დედამისი ეუბნება მამამისს, რომ წაიყვანე და აჩვენე პაიჭაძე. და კოტე პატარაა და ვერ ხვდება ვინ არის ეს პაიჭაძე საერთოდ. და მე ერთ დღესაც მამამისი, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთს თამაშობს და ეს დარბის. და მე ერთ დღესაც მამამისი წაიყვანს და ნახავს პაიჭაძეს. გარდა ამისა, გულშემატკივრები, აი ფსიშკა ვაჩნაძეზე რო უყვებოდი, ეს იყო პირველი თაობის ფეხბურთელი, რომელიც ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში თამაშობდა და მისი მწვრთნელიც იყო მე, მანამდე კიდევ ბევრი კლუბი აქვს გამოცვლილი, ესეც ესეთი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი იყო. მე რიტყვეთ ჩავარდა გერმანელებთან და აღარ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში და ამერიკაში გარდაიცვალა. და მისი შვილი მიყვებოდა ერთხელ რაღაც 60-იან წლებზეა უკვე საუბარი, რომ ას ფეხბურთზე იყვნენ და ერთმა აცილა გოლი და გუძელმა გულშემატკივარმა დაიძახა, რომ ეს რო ფსიშკა ყოფილიყო, ახლა როგორ გაიტანდა, ანუ უკვე გულშემატკივრებს ახსოვთ ეს მეხსიერება და გადადის და მე უთხრეს, ეს ფსიშკას შვილია, გოგი ვაჩნაძის და ასე შემდეგ. გულშემატკივრები ესეთები არიან. გარდა ამისა, თუ თავიდან თბილისი არის გულშემატკივარი ქალაქი მხოლოდ იმიტომ რომ ხა კომუნიკაციის ამბავი, ხო ტრანსპორტის 40-იან წლებში უკვე მთელი საქართველოს დადის თბილისში. ჩამოდის იმიტომ რომ ნახოს თბილისის დინამოს თამაშები.
დაესწროს ამათ და რაც თქვენ ბრძანეთ, უკვე იქნება ეგრეთ წოდებული კიროვის ბაღის ეს ხალხი დღევანდელი ვერის ბაღში, სადაც უკვე იწყება ეს საფეხბურთო ისტერია, რასაც ქვია, როდესაც იკრიბებიან და მიდის დისკუსიები და განხილვები და ასე შემდეგ. ისევე მუშტაეთის ბაღშიც არის ეგეთი წრე და ზოგადად ფეხბურთი ხდება ესეთი ძალიან ცნობილი განხილვის ადგილი. ბორის პაიჭაძეა როგორც ხვდები იმ პერიოდის ალბათ ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი ცალსახად. ვინმეზე არის თუ არა შემორჩენილი რამე ცნობები, ამ თქვენ შეხვედრიათ თუ არა სადმე, გულისწყვეტა რომ ვიღაცას მეტი შეეძლო და რაღაცის გამო არ გამოვიდა. ყავს თუ არა თქვა დაკარგული ვარსკვლავები ამ პერიოდში? კი, ბევრზე შემხვედრია ესეთი რამე. შემხვედრია ესეთი გულდაწყვეტილი ცნობა ასაკით უფროსი გულშემატკივრებისგან ტიტე ჯორჯიკიაზე მე არ მინახავს მის თამაში ვიცი რომ უბრალოდ მე პატიმრობაში თბილისის დინამოს ფეხბურთელები რა სკანდალში გაეხვდნენ სახლი გააძარცვეს და ამის გამო ეს რა პერიოდია 40 მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ტიტე ჯორჯიკიაზე შემომხვედი და სახლი გააძარცვეს რას ნიშნავს ანუ თბილისში მაშინ არის ბევრი ხალხი ჩამოსული და მეორე მსოფლიო ომია და შესაბამისად აი ამ მიგრაციის ერთ-ერთი პუნქტი არის თბილისი. აქ ჩამოდიან, ჩრდილოეთში ომია ფრონტი და აქ ხდება ესეთი რამე, რომ თბილისის დინამოს რამდენიმე ფეხბურთელი ძარცვავს ერთ-ერთ სახლს, ერთ-ერთ ოჯახს, სადაც და ესენი იყენებენ თავის საკუთარ იმას, ფორმები რადგან აცვიათ. აი ამ ფორმებს იცვამენ, როგორც ესენი ხო ისინი იყვნენ ქვია მაგას დაცვებში. შესაბამისად ეს ეპოლიტიანი ფორმები ჰქონდა და შევიდნენ ერთ-ერთ სახლში და ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ეს თანხა, ოქროს ნივთები, საათები და ასე შემდეგ და გაუჩინარდნენ. ამ ოჯახის უფროს შეეშინდა ძალიან და დაიბარეს რომ მოდითო იქო რა ქვია მაგას შინსახკომშიო და წაიღებთ. ოღონდ სხვაგან დაიბარეს შინსახკომი სადღაც სხვაგან იყო. და ამ ოჯახის უფროს ძალიან შეეშინდა და არ წავიდა და თქვა რომ თუ უნდა თო მოგვაკითხავენ. მაგრამ ეს ოჯახის ახალგაზრდა ქალი ოჯახში რომელიც სტუდენტი იყო არ გაჩერდა შეეშინდა და მივიდა შინსახკომში და იქ გადაირევნა არანაირი ჩხრეკარ ჩაგვიტარებიათ ვინ ჩაგიტარათ როგორ ჩაგიტარა და დაიწყო ამაზე საქმე და თბილისის დინამოს სამი ფეხბურთელი დაიჭირეს ამ ჩხრეკის დროს და ყველა მათგანი დააპატიმრეს, გადაასახლეს და მერე აქვსენტი რაფავა წერდა საკავშირო ეკავედეს უფროს, რომ რამდენიმე ფეხბურთელი, ორი ფეხბურთელი გჭირდებაო, პატიმრობაში არიან და გეხვეწებით გამოუშვიო. ამ თამაშზე მაინც გამოუშვიო, რომ დაგვეხმაროს დაცვაშიო, მაგრამ ნუ არ გამოუშვეს. სხვა რამე ესეთი ტიპის სკანდალების ხო არ არის კიდე შემორჩენილი, რავი, ახლა ეს სკანდალი ამეღო ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია ესეთ ბევრგან მომხდარა. თუმცა სამი დინამოს ფეხბურთელის დაჭერა, სამი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის დაჭერა ცოტა არის. ნახევარი გუნდია. ნახევარი გუნდია. თან ემზადებოდა მაშინ თბილისის დინამო ირანში წასასვლელად თამაშის და ორი კვირით ადრე ესენი ამ სკანდალში გაეხო. ეს რა თამაშებია, როდესაც საზღვარგარეთ დადის საბჭოთა კავშირის გუნდები ამ პერიოდში, როცა რკინის ფარდაა ჩამოფარებული? ჯერ რკინის ფარდა ოფიციალურად არ არის. ნუ ისტორიკოსები კი ამბობენ, რომ ამ დროს უკვე არის. ეს არის მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდი, როდესაც ნუ აი საქართველები ჩავიდნენ შაჰთან და იქ ითამაშეს ეს ცნობილი თამაში. ორი თამაში და მეგონი ორივე კარგად მოიგეს. ნუ კარგად მოიგეს, ხო, ძალიან კარგად მოიგეს. ნუ აქაც ძალიან კარგი საინტერესოა გაიოს ჯეჯელავას მემუარები, ფეხბურთი როგორი არის ნაციონალური იდენტობის სიმბოლო, იმიტომ რომ იქ ჩანს რომ ესეთი გაბრაზება შაჰ-აბასის ძეგლთან, აი თქვენ კი წაიყვანეთ ეს, მაგრამ აი ჩვენ მოგიგეთ. თქვენ კი გაასახლეთ ქართველებმა, აი ნახეთ ჩვენ რა გექენით ფეხბურთის მოედანს. წერს ჯეჯელავა? კი, წერს. ნუ ჯეჯელავასთან ინტერვიუ ამ სხვა წერს ჟურნალისტი წერს, მაგრამ ნუ ეს აი გირანელ ჟურნალისტად. არა, თბილისის საქართველოში გამოიცა მე და ეს ძალიან ჩანს. მე წიგნებია დაწერილი მთლიანად და როგორ წავიდნენ ასე შემდეგ დიდი პროპაგანდის ამბავი იყო, დიდი პროპაგანდა მიეწყნა ამას მთლიანად, სანამ წავიდოდნენ და ასე შემდეგ. და სხვა ამ 40-იან წლებში რამე გასულითი სხვა თამაშები დინამოს სადმე აქვს? პოლონეთში აქვს ხო 59-ში თუ 50-ში პოლონეთში არიან წასულები.
მერე ამ სოციალისტურ ქვეყნებში დადიოდნენ ბულგარეთში, რუმინეთში იყვნენ, კი? ეს არის ჩვეულებრივი ამხანაგური თამაშები, სავარაუდოდ. კი, არანაირი ტურნირი არ არის ეს ტურნირი. მერე უფრო სამხრეთ ამერიკაში ხო დადიოდნენ კუბაში და ეს. ეს უკვე 50-იანებში. უფრო 60-იანებში. 60-იანებში, მას შემდეგ რაც კუბა სოციალისტური გახდა. კი. ამიტომ ეს სრულიად პოლიტიკასთან აკავშირებს ეს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, სანამ ვთქვათ, რომ ბერიას გარდაცვალების მერე თუნდაც გასაგებია, რომ შეიძლება დინამო ისეთი ძლიერი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ჩაგვრას აქვს ჩვენსას ადგილი. საფეხბურთო მოედანზე. მე რატომღაც ჩემ კვლევას მომთავრებ ამ პერიოდით და ვერ ვიტყვი ესე დანამდვილებით. ბევრი მსმენია, მაგრამ ჯობია რომ თავი შევიკავო, რადგან არ მიკლევია ეგ პერიოდი. ან ამის შემდგომი პერიოდი ამ ხო, აღარ მაინც ფურცელ არ მიფურცლია, ამიტომ ალბათ ჩემზე მეტად კომპეტენტური ხალხი არის, ვინც ამაზე გაგცემს პასუხს. შევიკავებ თავს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რომელიც ამ ჩვენს საკვლევ პერიოდთან დაკავშირებით საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ მე მგონი გამოგვჭა ბასკების ამბავი რა. ეს არის 30-იან წლების ბოლო. 37 წელია ეს, როდესაც ესპანეთში არის სამოქალაქო ომი და იქნება ბასკეთის ეროვნული გუნდი, იმიტომ რომ აი ბასკეთის პრეზიდენტი არის ბილბაოს ატლეტიკის ყოფილი ფეხბურთელი. შემდგომში იურისტი და შოკოლადის წარმოებელი კაცი, რომელიც დაანება ამ წარმოებას თავი, გაიტაცა პოლიტიკამ და ეს ფრანკოსთან ბრძოლა რო არის და მთელი ამბები ესპანეთში, ერთი მაშინდელი პრესა ესპანეთზე უფრო ბევრს იწერება, ვიდრე მცხეთაში რა ხდება, ან რა ვიცი, სოხუმში რა ხდება, ან გურჯაანში რა ხდება. ესპანეთი არის როგორ გითხრათ, ქართული პრესის საყვარელი თემა. არა მარტო ქართული პრესის, მაგრამ აი ალბათ მაშინდელმა მკითხველმა დეტალურად იცოდა ესპანეთის გეოგრაფია. და იქმნება ესეთი ბასკეთის ეროვნული ნაკრები. ეს ბასკი ფეხბურთელები ძირითადად ბილბაოს ატლეტიკის სანგრებიდან ამოიყვანეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შექმნეს ესეთი გუნდი და გაუშვეს ტურნირში. ეს რა მიზანი რა საქართველოში ტურნირი რატო არა, საქართველოში არა, კაცო. ჯერ დაიწყეს ამათმა ესეთი ჩეხეთიდან და მოყვნენ შემოვიდნენ საბჭოთა კავშირში, მერე გავიდნენ და ბოლოს მექსიკაში დარჩნენ, იმიტომ რომ იქ დამარცხდა. ან ამათ უნდათ რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობა გაეტანათ ფეხბურთის მეშვეობით ასე გამოდის. ესეც და ფული შეეგროვებინათ, იმიტომ რომ აქ დიდი ფული ააგროვეს აი ამ იმით მატჩებით. და ნადირობა იყო ცეკას პირველ მდივნებს შორის, რომ სად ჩატარდებოდა ეს ბასკების. ნუ პირველად ნახეს ესე უცხოელი ფეხბურთელები. ნუ ჩვენთან ერთი თამაში იყო დაგეგმილი და ორი ითამაშეს. მერე ძლივს ფრეი თამაშეს, იმიტომ რომ მოსკოვში ძალიან უნდა თუ ერთი თამაში ხო მაინც უნდა მოეგოთ ამ ბასკებისთვის და ნუ ბოლოს მაგრამ ისინი იგებდნენ ბასკები მოსკოვში? ბასკებმა ყველას მოუგეს. დინამოსაც მოუგეს? დინამოს ორივე თამაში მოუგეს. ბასკებმა ყველას მოუგეს და საინტერესო ის საწყალი ბასკები ხო იქ ამ ომს და უბედურებას გამოექცნენ და აქ ჩამოიყვანეს თბილისში, ნუ ფუნიკულიორზე აიყვანეს იქ აიყო. მაშინ ძალიან ბევრი იყვნენ, ხო, თბილისში ეს ესპანეთის მემარცხენეები, ჩამოსულები, ამ დევნილები. ბოლო-ბოლო ხოსე დიასი ხო აქ გარდაიცვალა. და ამავე პერიოდში ესენი რომ ჩამოიყვანეს თბილისში გაუმართეს, რაღაც ჯერ ოფიციალური დახვედრა გაუმართეს და იქ უთხრეს, რომ ხო არ დაგავიწყდათ ჩვენ და ბასკები რომ ერთი ხალხი ვართო და ეს ბასკების და ქართველების ნათესაობის თეორია უცებ პარტიულმა ნომენკლატურამ რამის ვაგზალზე მიახალა ამ ხალხს მატარებლიდან არ იყვნენ გადმოსულები ისეც. ამას რო თავი გავანებოთ, მე წაიყვანეს სპექტაკლზე, სადაც აჩვენეს სპექტაკლი ადელანტე, სადაც რაღაც ესეთი სიუჟეტია, რომ ეს რესპუბლიკელები და ფრანკისტები იბრძვიან და რესპუბლიკელები ამარცხებენ ფრანკისტებს და აჩვენეს ეს სპექტაკლი და ორ დღეში ომი დამთავრდა, ამის წააგეს ფრანკისტებმა. ანუ აქაც კი არ შეეშვა. ანუ სპექტაკლები იდგებოდა იყო მაშინ ამის შესახებ, სხვათა შორის დღემდე დაცულია. ფრანკისტებმა მოიგეს იქ. იქ ფრანკისტებმა მოიგეს, ხო, რესპუბლიკელებმა წააგეს დამარცხდნენ. ხო და აქ რესპუბლიკელები იგებდნენ ქართულ ვარიანტში ამ სპექტაკლის. ფრანკისტები ვთქვი შემიშალა. ხო, არა, აქ რესპუბლიკელებმა მოიგეს და ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, იმიტომ რომ იქ რაღაც ფეხბურთელი ცუდად გახდა ბორჯომში წაიყვანეს, უმკურნალეს სანატორიუმში. იმათი ბასკი ფეხბურთელი, ხო. მერე მის
შვილს მივწერე ამ კოვიდის დროს წერდი ამ წიგნს და ზუმით ჩართვა მქონდა და გადაირიუნა რომ კიო გვახსოვს მაგრამ სხვათაშორის მეხსიერება ამ ბასკი ფეხბურთელების შთამომავლებში რომლებიც ძირითადად მექსიკასადან ცოტა ცხოვრობს ესპანეთში არის რომ რუსეთის სამხრეთში იყვნენ ჩვენები ანუ არანაირი ეს რო აი საქართველოს და რაღაც ეგეთი არის კი გვახსოვს რუსეთის სამხრეთზე мама ან ბაბუა ესე იგონებდა და ერთ-ერთმა მითხრა მიყვებოდა რომ აი ბასკმა ფეხბურთელებმა მექსიკაში ვინც დარჩა რომ მე რო დავქორწინდიო ჩემს ქორწილშიო ბაბუა ჩემაო მთელი თავისი ბასკეთის ნაკრები დაპატიჟაო ვინც მექსიკაში იყო ხო ამიტომ ეს ბასკეთის ნაკრების მნიშვნელოვანია ამიტომ ჯერ ტაქტიკა შეცვალა აქ სხვა ტაქტიკით ითამაშეს და ვერაფერი ვერ მოუხერხეს საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებმა და გარდა ამისა სხვა ფეხბურთელები ნახეს რეალურად ესეთი ეს დიდი ამბავი იყო და თვითონ ქართველი ფეხბურთელების რამე მოგონებები ან ინფორმაცია ხო არ გვაქვს ამ თამაშების შესახებ როგორ იმართლებენ თავს ორი წაგებიას არა ყველა იმართლებს რომ მაგრები იყვნენ ყველა ამბობს რომ გჯობნიდნენ ტექნიკაშიც გამოცდილებაშიც ფეხბურთშიც და ასე შემდეგ ერთი ძალიან ახალგაზრდაა ეს ლევან აბაშიძემ ბოლო თამაში თამაშა ზუსტად ბასკებთან იქ შეცვლაზე შემოდის ბორის პაიჭაძეს ცვლის მე მგონი და ნუ აი ესე არა ნუ ბორის პაიჭაძეს ვარსკვლავი ამოდის ზუსტად ბასკების თამაში წაგებულ თამაში წაგებულ თამაში ხანდახან კარგად რო ითამაშებ ვარსკვლავი ნებისმიერ ადგილას შეიძლება ამოვიდეს ხო სავარაუდოდ პაიჭაძეზე როგორც ყვებიან იმის ვარსკვლავი ყველგან ამოვიდოდა ისეთი ფეხბურთელი იყო მაგრამ ანუ ეს ბასკების გარეშე არ გამოყვა ეს ამხელა ისტორია არა, ბასკების გარეშე არ გამოვა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეც წამიკითხავ სამშევამდეც რომ მოვიდა ინფორმაცია, რომ მაშინ მე და ესეთი ინფორმაცია მაქვს, სადაც რაღაც წიგნი მაქვს თავის დროზე ბავშვობაში წაკითხული, რომ ამის შემდეგო დინამოშიო ბევრი რამე შეიცვალაო. ბევრი კი. ბევრი ცალსახად იცვლება ყველაფერი. აი პირველად ნახეს რას ნიშნავს. თან ეს ესპანეთის ეს ნაკრები ხო პატარა ნაკრები არ არის, კაცო, იქ მსოფლიო ჩემპიონატზე ლამის ჩემპიონები გახდნენ რამდენიმე ხნის წინ. და ესენი ბასკების ნაკრებიდან სავარაუდოდ ვინმე თამაშობს. უმრავლესობა ესპანეთის მაშინდელი ნაკრები, ვინც აი იტალიაში თამაშა, დაახლოებით 80% იყო ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელები, ბასკები. იცით რა მაინტერესებს? აი თქვენ თავიდან თქვით, რომ დინამოს ფეხბურთელებს არ გულშემატკივრობდა ხალხი, იმიტომ რომ ესენი მაინც შინ სახკომთან და რაღაცასთან ასოცირდებოდა. ეს როდის იცვლება დაახლოებით, როდესაც დინამო ხდება ეროვნული გუნდი ხალხის თვალში. 36 წლის ჩემპიონატიდან. ანუ საკავშირო წარმატება როცა ხდება ჩვენი გუნდი, ანუ როცა საქართველოს სახე ხდება სხვაგან დინამო. და ამ პარალელურად ამ რაც ჩვენ მოვყევით იმ პერიოდში, დანარჩენი საფეხბურთო გუნდები, რომელიც ტრადიციულად არსებობდნენ, ისინი უქმდებიან თუ გადადიან უფრო დაბალ ლიგაში? უფრო ესეთი განცდა მრჩება შეიძლება ვცდები, რომ უფრო ხდებიან დინამოს ფეხბურთელების მწარმოებლები, ანუ ზრდიან ფეხბურთელებს, რომლებიც რაღაც პერიოდის მერე გადადიან უკვე ყველანი დინამოში. და ისინი მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში და არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. ნუ მერე საბჭოთა კავშირში ხო იქნება სხვადასხვა ლიგები და იქ უმაღლესი ლიგა და ასე შემდეგ, ხო? უმაღლესი ლიგის გარდა კიდევ სხვა ლიგებიც ხო იყო, იქ მონაწილეობენ, მაგრამ ეს ჯერ არ ჩანს. ჯერჯერობით მათ ლიმიტირებული აქვთ. ეს აი 50-იან წლების მერე უკვე ისინიც მონაწილეობენ, რა თქმა უნდა. აი მაგალითად აი ეს გამორჩენაზე და ჩეკისტებზე რო ვლაპარაკობთ, ცნობილია რომ დინამო თბილისის ფეხბურთელი იყო მიშა ასლამაზოვი. თან ჩეკისტი იყო ესეც და დააპატიმრეს 37 წელსვე. და მის საქმეში წერია რომ გადახტა ფანჯრიდან და გარდაიცვალა. რეალობა ის არის რომ წავიკითხე ცემაში ყავთ მოკლული. ამ 37 წელს მოქმედი ფეხბურთელია ეს ამ დროს? 37 წელს მოქმედი ფეხბურთელია, კი. და მოქმედი ფეხბურთელებს რატომ ანადგურებენ? ანუ ეს ნაწილი იმის გამო რომ ყოფილი რეპრესიაში მონაწილეობენ და მაგიტოს ჯიან თუ რა არის ამათ? გეტყვით რატო? ნუ სხვადასხვა ვერსიებია. ზოგიერთ შეიძლება არასათანადო წაგების გამო ან საფეხბურთო მოედანის შეცდომის გამო დაჟილიყვნენ. ნუ რაღაც პრობლემები იყო მაგ თანხებზე და ასე შემდეგ, ესენი ბევრ ფულს იხდიდით ხოვდნენ და ვიღაცები არ უდოდათ ამ ფულის მიცემა და მიწერ-მოწერები იყო ცეკაში, ესეთი რაღაც იყო. მაგალითად ესეთი მოგონება აქვს მის ქალიშვილს, რომელმაც მამაზე გამოსცა ეს წიგნი, სადაც აღწერს რომ ბერია შეხვდაო და ბერიას უთხრაო რომ ესე რეპრესიებიაო და არ შეიძლება ამდენი ხალხის დაპატიმრებაო და ბერიამ უთხრაო
შენ საქმეს მიხედე, წადი ფეხბურთი ითამაშეო. და ამას აუჯახია, ამით ხსნის რეპრესიებს, რაც ცოტა ესეთია სადავარო, ეხლა არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ოჯახის ვერსია ესე. ზოგადად რეპრესიებში ძალიან რთულია ამ დოკუმენტებით გაიგო ობიექტურად რატო დაიჭირეს ეს და არა ის. იქ ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას. ინდივიდუალურად უნდა ხშირად საქმეებში ჩაღრმავება, ამიტომ ამ პასუხზე. შეიძლება არც იყოს სრული და ზუსტი ინფორმაცია დაცული, იმიტომ რომ მათთვის მაკომპრომენტირებელ მასალას, სისტემისთვის მაკომპრომენტირებელ მასალას საქმეში არავინ ჩადებს. ბევრი მნიშვნელობა აქვს რეპრესიებში, მნიშვნელობა აქვს შენზე არის თუ არა კარტოტეკა შექმნილი. შეიძლება აბსოლუტურად ანტისაბჭოთად ყოფილიყავი, განწყობილი და ყველანაირად მზად იყავი, რომ რეალურად აგეფეთქებინა ეგ სახელმწიფო, მაგრამ NKVD-ს თუ არ ქონდა შენზე ბარათი შედგენილი, კაცშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს. შეიძლება ძალიან საბჭოთა ყოფილიყავი და ბარათი თუ შეიდგინეს, ვიღაც ჩეკისტმა ნახა ეს. მეორე მნიშვნელობა აქვს, რამდენად აქვს ჩეკის мотиваცია, რომ დაგიჭიროს და გაგასამართლოს, იმიტომ რომ ეს როდესაც რეპრესიები დიდი მასშტაბისაა, იქ ინდივიდუალური мотиваცია ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. რომელ გამომძიებელთან მოხვდებოდი, მაგასაც კი აქვს მნიშვნელობა. ზოგიერთი ეგ დროს იჩენს ინიციატივას და თუ ეუბნებიან 10 კაცი ყავს დასაჭერი, 50 დაიჭერს. იყო აქტივისტია. ეს აქტივიზმი ძალიან საშიშია ამ თვალსაზრისით და ნამდვილად არიან ეგეთი აქტივისტები, რომლებიც აი ცდილობენ, რომ გეგმა გადაჭარბებით შეასრულონ. ანუ ხო ეუბნებიან, რომ შენ როგორც გამომძიებელს რაღაც X გეგმა გაქვს, ესენი ამბობენ, არა, მე მჭირდება 10X გეგმა, იმიტომ რომ მე ყველას დავიჭერ და ყველას ვაღიარებინებ, რომ ჩადიან აი ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და აქედან გამომდინარე ხო ეს რთულით მე რთულად მიდის. იქ არის შემთხვევები, როდესაც დაიჭერენ, გამოკითხავენ ხალხს და ერთმა თქვა, რომ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ჩამაბაო შალვა წერეთელმა და შალვა წერეთელი იყო ბერიას მოადგილე. და გამომძიებელმა ამ კაცის საქმე მოიტანა იმაზე სამეულის ხდომის ოქმაზე დახვრეტა სიტყოდა და გამოდის რომ მაშინ შალვა წერეთელიც უნდა დაიჭირო თუ მან დაასახელა და რა გააკეთეს გამომძიებელი დაიჭირის. ხო, ამიტომ ხანდახან ეს აქტივიზმი გადადის მსგავს სიბეცეში. იმ პერიოდის ამ დოკუმენტებში არის თუ არა რამე ტიპის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაყიდული თამაშების სკანდალთან დაკავშირებით და საჯების პრობლემასთან დაკავშირებით? საჯები რა თქმა უნდა, საჯები არის ყველა მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ეგ არის ძალიან საინტერესო, რომ შეიძლება საჯზე ერთი დაიწეროს გაზეთ იზვესტიაში და მეორე დაიწეროს თბილისის გაზეთში. ამას ახერხებენ ყოველთვის. საჯის კრიტიკა მოსალაკე, საჯის კრიტიკა დიდი ამბავი არ არის, მაგრამ აი ცნობილი გამოთქვა საჯებზე, ეს იქ მაშინაც აქტუალური იყო ყველა გაზეთში. ეს ცნობილი გამოთქვა იქიდან მოდის. ეს მას შემდეგ რაც საჯები შემოიღეს, იმიტომ რომ თავიდან საჯებიც არ იყვნენ ფეხბურთში. ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარებულა საჯების გარეშე? არა. მანამდელ პერიოდზე იძახე. ხო, მანამდეც იყო ბევრი როგორ გითხრათ, აი თბილისის დინამოს არ უნდოდა რაღაც სტადიონზე თამაში და ამიტომ ადგენდა თბილისის დინამოს გულშემატკივრებმა თუ თბილისის დინამოს ხალხმა მთელს ქალაქში ჩამოხიეს აფიშები და გავიდა თბილისის დინამო და გულშემატკივარი არ იყო. არც თავისი და არც ხვისი. არც თავისი და არც ხვისი, იმიტომ რომ აფიშები მოსპეს. იყო თამაშები, რომ აი დავშვათ 20-იან წლებზე სანამ ბერია მოვიდოდა, რომ თბილისის დინამოს თამაში დაუმთხვიეს მეორე თამაში და თბილისის დინამოს უნდა რომ ბევრი გულშემატკივარი მივიდეს, რომ ბილეთები გაყიდოს და იმათი პოსტერები ჩამოხიეს თუ პლაკატები და ყველა აქ მოვიდა თამაში. ზოგადად საქართველოში ფეხბურთის დაწყების შესახებ საიდან შეიძლება ისტორია ითვალოს? ოფიციალურად 1907 წელს უკვე თბილისში ყალიბდება საფეხბურთო კლუბი კომეტა. ეს კომეტა ქვია, ეგ არის პირველი საფეხბურთო კლუბი. ეს ოფიციალურად, რომ აი როგორ გითხრათ, გაფორმებულია საფეხბურთო კლუბი, შეგვიძლია ვთქვათ, იქ საწევრო გადასახადები, წევრთა ჩამონათვალი და ყველაფერი გასაგებია, რომ არსებობს, მაგრამ ამის გარდა საქართველოში ფეხბურთი შემოდის ორი გზით. ერთი არის შავი ზღვა და მეორე არის რკინიგზა. თბილისში შემოვიდა ფეხბურთი აშკარად რკინიგზით და დასავლეთ საქართველოში ეს ფეხბურთი აშკარად შემოვიდა შავი ზღვით და ფეხბურთი არის ოფიციალური ფეხბურთი და არის არაოფიციალური, რომელსაც ეძახდნენ ხულიგნებს. მე ძალიან მაინტერესებს ზოგადად ეს ხულიგნური ფეხბურთი, მაგრამ სამწუხაროდ წყაროებს ვერ პოულობ, ძალიან ცოტა ერთი სტატიისთვისაც არ არის ჯერჯერობით რაც ვიპოვე საკმარისი. მაგალითად ცნობილია, რომ დიდუბეში იყო ხულიგნების კლუბები, ანუ ტყურის მარცხენა სანაპიროზე, ყველგან თამაშობდნენ ფეხბურთს რუსეთის იმპერიის პერიოდში და ვერაფერს ვერ უშვებოდა რუსეთის
ეს ადმინისტრაცია, ანუ შეკრებებისთვის ნებართვა სჭირდებოდა, ესენი ითამაშებდნენ ფეხბურთს, გაიქცეოდნენ ეს ბავშვები, სად დაეწევი ამათ. იგი იყო ესეთი კლუბი იყო დეზერტირის ბაზრის მიმდებარე დეზერტირკა და ასე შემდეგ. ანუ ეს არაოფიციალური კლუბები, მაგრამ ეხლა მე რამდენიმე წუთის წინ იმაზე ვისაუბრე, რომ ოფიციალურ კლუბებში არ არის სტატისტიკა და ეხლა მით უმეტეს თუ ვინმემა ესე ხო არიან რაღაც არაორდინალური ადამიანები, რაღაც ყველაფერს რო აგროვები და ყველაფერს იწერე, ეგრე არ არის რამე ჩაწერილი, ყოველ შემთხვევაში როგორი იყო ხულიგნური ფეხბურთი თბილისში ან ქუთაისში ან ბათუმში ან სოხუმში, ვინმე საფეხბურთო აქტივისტის შესახებ რამე ცნობები ხო არ არის შემონახული ბერიას გარდა, რომელიც აი თუნდაც მანამდე ხო არის კლუბების ისტორია, რო გადავხედოთ დიდი კლუბების, ვიღაც აქტივისტი არსებობს, რომელიც იწყებს საქმეს ადამიანების გართობის, საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებით. საქართველოში ასეთი ადამიანების შესახებ ხო არის? მე მგონი ხა არ ვიცი აქტივისტი ბერიას გარდა. ბერიას გარდა მე ეს რაც შემხედრია აღფრთოვანებას იწვევს ანდრო ჟორდანია. ეს უკვე შემდგომი პერიოდია. ნუ შემდგომი პერიოდია, მაგრამ ანდროს ხო მაგ პერიოდში აქვს დაწყება 20-იანი წლებიდან ცოტა უფრო ადრედან დაწყებული აქვს ეს თამაში და თუ ვინმე ფეხბურთით აზროვნებდა, ცხოვრებდა და ესმოდა რას ნიშნავს ფეხბურთი ამ პერიოდში ეს იყო ანდრო ჟორდანი. ეს არის ფენომენალური ადამიანი, რაც მან წიგნში გააკეთა, როგორც დაწერა წიგნი და როგორც ხედავს ეს ერთია და მეორე რა ცხოვრებაც გაიარა ამ კაცმა სუფეხბურთით იცხოვრა. დიდი კაცია. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში მის ფეხბურთელობას თუ პოსტსაფეხბურთო მოღვაწეობას? ორივეს ეს კარგი ფეხბურთელიც იყო, ნუ იმ პერიოდის სტანდარტებთან აი ჭიჭრო. რამე ვიცით როგორც ფეხბურთელზე მას? ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ამიერკავკასიის ნაკრებში აქვს ნათამაშები და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ჭიჭიკო ფაჩულიასთან ერთად თამაშობდა, აი ამ ცნობილ ჭიჭიკოსთან ერთად, აი ამ ფეხბურთის მასში. ამიერკავკასიის ნაკრებში, ტურნეშიც მასთან ერთად მონაწილეობდა, ფსიშკა ვაჩნაძე, ეს ანდრო ჟორდანი, ესენი არიან ფეხბურთის ესეთი პროფესიული ფეხბურთის, რო ვთქვათ, ეს ნახევრად პროფესიული, მათ ესე ვთქვათ, დამფუძნებლები ამ ქვეყანაში და ხო ეს ანდრო შემიძლია, მაგრამ ესეთი გულშემატკივრები, რა ვიცი, ხა გვიან პერიოდში მე მასწავლე და გოგი დემეტრაძე, რომელიც, ნუ, ესე იგი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ აი ბორის პაიჭაძეს თამაშები და მოყოლებული, ყველა ფეხბურთზე იყო, მე მგონი ნაკრები დამყოფი რაც შეიძლებოდა და ნუ უნივერსიტეტში ლექციას ჩვენ ის არ გვიტარებდა, გველაპარაკებოდა ფეხბურთზე. ნუ განსაკუთრებით ყიფიანზე და ინიესტას და ასე შემდეგ. ესეთები იყვნენ კი. მაგრამ უფრო მაინც გვიანი პერიოდია ეს. შეიძლება უცნაური შეკითხვა, მაგრამ ხო არ ყოფილა რამე ხო არა პოვია თქვენ არქივში ან სადღაც გულის დაწყვეტა ან სინანული რეპრესიის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე ფეხბურთელებისგან? არა. ან ფაქტობრივად საჯარო მონანიება ამასთან დაკავშირებით არ არის გაუკეთებია? არა, ესეთ ეტაპში. ან ურთიერთკრიტიკა ამ თვალსაზრისით. ისეთი მსუბუქი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ესეთი არა. არა. მაინც ეს დახურული თემა იყო, რომელზედაც არც იცოდნენ ერთი ფეხბურთელებმა. ეხა ბევრი ფეხბურთელისთვის, ვინც აი ფაჩულიაზე წერს ბატონი ჭიჭიკო, ის მისთვის არის ფეხბურთელი ჭიჭიკო ფაჩულია და არავითარ შემთხვევაში შინსახკომელი. მათ ესე ახსოვთ ის. ამიტომ ბევრმა არც იცოდა, ვინც იცოდა ის ან არ ლაპარაკობდა, ან უბრალოდ წერილობითად აღარ შემოგვჭა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ კვლევის წარმატებით დასრულებას. სხვა პერიოდებზეც ქართული ფეხბურთის და საქართველოს ისტორიის.